გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი, დაგიბრუნდით ერთკვირიანი პატარა შესვენებით. რა თქმა უნდა, პოდკასტ არიან. დღეს რაღაც მგონია რომ განსაკუთრებულად სხვანაირი ეპიზოდი არის. ჩემი სტუმარი არის გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქოა და ძალიან დიდი მადლობა მას, იმიტომ რომ ჯაბა საუბრობს ისეთ თემებზე, რომელზეც ჩემი აზრით ყველა არ საუბრობს და განსაკუთრებით დასაფასებელია, იმიტომ რომ ჯაბა არის იმ სფეროში, რა სფეროზეც საუბრობს და ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ არის ეს საუბარი, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ჭყალებში ციხე შიგნიდან იცის, როგორ იმართება და ამის გამოტანა გარეთ მგონია, რომ რაღაც კიდევ უფრო სხვა ადამიანობასთან არის დაკავშირებული. და გამარჯობა ჯაბა. სალამი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ისეთ თემებზე საინტერესო საუბარი გვაქვს. ხო, ჩვენ ვისაუბრებთ, შემიძლია ესა დავარქვა კიდეც, რომ რაღაც სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს ცოტა ბნელ მხარეებს შევეხებით, ჩემი აზრით. და ამიტომ ვთქვი, რომ ბევრი არ საუბრობს ამ ყველაფერზე, თქო, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებთ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ გამოიწეროთ ცოდნის მოყვარე პოდკასტის არხი YouTube-ზე და Spotify-ზეც. უბრალოდ ორი ღილაკი უნდა დააჭიროთ გამოწერის და ზარის ღილაკი და ჩვენ ერთად თქვნით ამ ცოდნის მოყვარე პოდკასტს და ეს არის აბსოლუტურად უფასო და თქვენ ამით მე ძალიან მეხმარებით და ეს არის იმის საშუალება, რომ ეს პოდკასტი საერთოდ გაგრძელდეს. ამიტომ არ დაგავიწყდეს და მადლობა ამისთვის. დავიწყოთ საუბარი. როგორც აღნიშნე, მგონია რომ ეხა ისეთ რაღაცებში შევალთ. ჩვენ ცოტა გავისაუბრეთ და შენ ამ თემაზე გისაუბრია სხვაგანაც და მე დაახლოებით წარმოადგენაც კი მაქვს, მაგრამ მაინც რაღაცებში მგონია რომ უფრო მეტად შევძურებით. პირველი კითხვა რაც მაქვს შენთან არის რომ რატო დაიწყე საერთოდ საჯაროდ საუბარი ამ ყველაფერზე? მით უმეტესად ამ სფეროში ხარ. და ამ სფეროში მოვაწე. ძალიან ისეთი რა ლეგიტიმური კითხვაა რა იდეაში. იმიტომ რომ ანუ ორი რამეა რა. ერთი რომ ვიღაცისგან გებულობთ რაღაცა ძალიან ისეთი რა anti-establishment რაღაცა არა mainstream-ულ რიტორიკას უნდა ვიეჭვოთ ორი რამე, ხო? ან ამას აკეთებს რაღაცა პირადი გამორჩენის მიზნით, ან ამას აკეთებს რაღაცა იმისთვის რომ რაღაცა მიზნები აქვს და რაღაცას მიაღწიოს რა. პირველივე არგუმენტი ეგრევე რომ გავანადგუროთ ჩანასახშივე მოკლედ პაციენტების დობას და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ დობას ვგრძნობ მართლა იყო ვალ ნაბიჯზე ქუჩაში რომ დავდივარ მანდაც კი რა და ის ცდუნება რომ ამადი ქვეყანამ ჩემზე ილაპარაკოს რაღაცები ეს ცდუნება კარგახანია გავლია იმიტომ რომ რა ვიცი პაციენტი რომ მომიდეს 3 თვე უახლოეს პერიოდში ვერ ვნახულობ იმიტომ რომ ისედაც სამწუხაროდ ძალიან მოთხოვნად საქმეს ვაკეთებ, რომელიც გამოდის რომ დეფიციტურია რა, ხან ერთ-ერთი სამხელა რიგები შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ანუ ეს ის რომ ეს ასე არ ითარგმნება ჩემთვის იმისში რომ ანუ პოპულარობა რაში მჭირდება, აი ეგ მინდა რომ ეხა კარგად ავხსნა რა. პოპულარობა იმაში არ მჭირდება რომ პაციენტებში ვიყო პოპულარული, თორე ამასთვის ექიმები აკეთებენ სხვა რამეებს რა, ამისთვის ექიმები დადიან კლინიკებ ფულს იხდიან საერთოდ რომ ექიმები გაუშვან ან რაღაცა პოდკასტში თუ არა სადღაც იმაში რა ქვია საეთერო დრო უყიდონ და დასვან და რაღაცა გამოპრანჭული გამოწყობილი ექიმი ალაპარაკონ როგორი აბა ნაბახუსებზე როგორ გამოვიდეთ რაღაცა საცივი ჭამის მერე რაღაცა როგორ შევიმსუბუქოთ გასტროდისკომფორტი არცე არასდროს არ მილაპარაკე ყველას ვარეჯექტებ ვინც ასეთი თქონდა ჩვენს რო კონდა საუბარი პირველი ვემაზე გითხარი რომ ვილაპარაკ პრობლემებზე და გასტროენტეროლოგიაზეც იმიტომ რომ აი ეს კეკლუცი რაღაცა ხო ანუ სხვანაირად უყურებ რა ამ საქმეს რა ანუ მე რო ეხა პრობლემებს ხედავ გასტროენტეროლოგიაში აი მაგდენს ხო შენ ვერასდროს ვერ დაინახავ ხო ანუ გამორიცხულია გამბავი იმიტომ რომ ვაკე აი შიგნიდან ხედავ რომ ესად ვიჭედები ჩემს საყვარელ საქმეს რატო ვერ ვაკეთებ ხარისხიანად, ხო? რატო ვერ ვაკეთებ ისე მაგალითად როგორც გავაკეთებდი გერმანიაში რო ვიყო ექიმი და საფრანგეთში რო ვიყო ექიმი. ხო, იმიტომ კი არა რომ სულელი ვარ და წიგნი არ მაქვს წაკითხული და არ ვიცი რა როგორ ვაკეთო. იმიტომ რომ რაღაც სიკით არ გიშვებს სისტემა. და ამაზე მინდა საჯაროდ ლაპარაკი, იმიტომ რომ ჯერ ლაპარაკი დაიწყება ეგ ყველაფერი რა. ეს კარს მიღმა მედიცინაში რა ცუდი რა აქვს იცი ექიმობას, ეგ მოდის საბჭოთა კავშირის დროიდან, რომ საბჭოთა კავშირში ქუჩის კულტურა ძალიან კარგად იყო მოკლედ ეგ ნამუშევარი რომ მოკლედ ჩუმად იყავი რა შენ ხარ წამყვანი ხარ თუ რაღაც არტისტი ხარ თუ მოდელი ხარ თუ ექიმი ხარ მოდი რა შენ საქმე აკეთე ან სცენაზე იყავი გიტარა დაიჭირე რაღაცა იმასგან შენთვის ჯიგარი ტიპი იყავი სადღაც ხმა არ მოიღეს ზედმეტები შენ არავინ არ გეკითხებ ცუდი ბიძების აწყობენ ამ სამყაროს და შენ მოდი ნუ გაისვრები რა ხო მაგრამ ეს ან და ამის გამო ამით აჩუმებდნენ ამ შანტაჟით ყველა პროფესიის წარმომადგენლებს იმიტომ რომ
ნუ არაა შენი საქმე ხა რაღაცეებზე საჯაროდ ლაპარაკი, კოლეგიალობას ეცი პატივი, რაღაცა ხალხი ისედაც ყველა გასროლია, ყველა ბინძურია და ეს მაინდსეტი არის ძალიან საბჭოთა მაინდსეტია რა. დროის დღემდეა. იქიდან მოდის ხო, რა ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საბჭოთა წარსულობა სხვა ქვეყნებს შეიძლება სხვა რამის გამოვაქდეს მაინდსეტი რა. დღემდე არის ეს ასე, იმიტომ რომ ეს ექიმიც უყურე, აი მე რა მოცემულობა არ მაწყობს იცი და არ ვეთანხმები, რომ იდეაში ხა ამ თემებზე ლაპარაკით, აი სამედიცინო კორუფციაზე, ატკატებზე, წამლებს ყვილა და ამით ხო აუტკივარ თავს ვიტყვი, ამით კონკრეტულ მტრებს ვიძენ რა და მიგრძუნია მე ექტრობა უბრალოდ ფეხებს ვერ ჭამენ ჯერ, იმიტომ რომ იციან რომ სწორად მუშაობ და არსად არა ვარ გასრული, თორე ერთი რამე აბა ფეხი დამიცდეს, აგერ ნახავ რამდენი ვინ იქნება ჩემი დამცველი არც არავინ რა. და იდეაში მტრებს ვიძენ და რაც გინდა მტრები შეძენა. არ ჯობია ყველასთვის საყვარელი ბიჭუნა იქნები მშვენივრად რა, რომ რაღაცა ყველას გავუძო ზუსტად ვიცი ეგ გაიდლაინი, როგორ უნდა მოიქცე ისე რომ რაღაცა ეს დედაგენ ნაცვალოს ტიპად გადაიქცე რა და ეგ არ მსიამოვნებს ანუ ეგ მოცემულობა რა ანუ არ მსიამოვნებს ეგ მოცემულობა რომ ჯერ ერთი ყველას ექიმი ვერა ვარ ანუ ვერ მოდის ყველა პაციენტი მიუხედავად იმისა რომ კონსულტაცია არ ღირს ქალაქში ყველაზე ძვირი ჩემთან რაღაცა 100 ლარების კონსულტაცია და რაღაცა განმეორებით რაღაცა ერთი თვის განმავლობაში უფასო და შემდეგ მაგრამ ეგენი კითხვა არ არის ეგეც კი არა აქვს პაციენტს რომ ჩემთან მოვიდეს მე მუშაობ კერძო კლინიკაში ხო ცალკე ეგ უკვე მაწუხებს უსამართლოდ რატო არა ვარ ყველას ექიმი რატო არ უნდა ვიყო ხო ანუ რატო უნდა ვნიშნავდე ხელის კანკალით ანალიზებს იმიტომ რომ მიცოდე რომ გვანცა ეხლა ჩაიტარებს ამ ანალიზებს ალბათ ვერ ჩაიტარებს აბა იმ წამალს ალბათ ვერ იყიდის სულ რომ მილიონი ქონდეს ზოგი ისეთ წამალიო რომ საქართველოს სულ არ არის ან არა აქვს სიტყვაზე მილიონი და ვერ იყიდის ანუ იცი რა ყველა მე არა ვარ გამორჩეული რა უბრალოდ ზოგი ლაპარაკობს ზოგი არა თორე ყველა პატიოსანი იქ საქმე როცა გიყვარს და როცა ვერაკეთებ ამ საქმეს წუხდები რა რომ რატო ვერაკეთებ ხა მიყვარს ეს ჩემი საქმე ძალიან კი არ მომიწია გასტროენტეროლოგობა ავირჩიე გასტროენტეროლოგობა და ანუ არ სიამოვნებს რა რომ იქ რაღაცა იმ ბიოლოგიურ აგენტებს ვერ ნიშნავს სიტყვაზე კრონკოლიტიან პაციენტებთან რაღაცა ხვიძვრის გადანერგვის მერე პაციენტს წესიარად ვერ მართავ იმიტომ რომ ან წამალი არ აქვს ან ექიმთა ვიზიტის ფული არ აქვს ან რაღაცა ის ანალიზები რო უწევს ბევრი იმას ვერ გააკეთებს იმიტომ რომ არავინ არ უფინანსებს ეგ რანაირად შეიძლება მომწონდეს ეგ ისა და ეგენი რო ჩამოვაკლო ეგ საინტერესო პაციენტები ანუ აზარტული პაციენტები რაცაც აი ექიმური აზარტი გაქვს რომ ესენი მართო რა ბოლომდე ანუ მაგ დაავადების სამართავად აირჩიო ხო ექსპერტ და ისე რჩება რა არაფერი არ რჩება ანუ რაღაცა გამოდის რაღაცა ანუ უაზროდ გამოგდის რა შენი საქმის კეთება და ამას რა უყურე მე გინდება რა ლაპარაკი იმიტომ რომ იცი რომ პროფესიონალის რაღაცა თავისი ლოკალური ავტორიტეტის სიტყვას იქ ყოველთვის ფასი აქვს რა თავისი და იმას ვერ აიგნორებს ფასი და ძალიან დიდი ინფლუენსი რო აქვს მაგ სიტყვებს ჩემს პატარა კომიუნიტიზე მაგას ძალიან კარგად გძნობ ხოლმე რა და მეტი არც არის ჩემი მიზანი ჩემი მიზანი არ არის რომ ზოგადად რაღაცა ინფლუენსი გქონდეს ყველაფერზე ხო ჩემ მინდა რომ აი ეს რაზეც ვამბობ ჯერ ყველას დავითანხმო ამაზე რომ ხო ეს პრობლემებია რა რაც ამბობთ იდეაში ეს არის მარტა და ამას უმერე პრობლემად ვიტყვით მე უკვე მოდი რა დავილაპარაკოთ ამის მოგვარების გზებზე აბა ექიმი რაღაცა წამლის დანიშვნით რაღაცა იმაზე რა ატკაც როგორ არიღებდეს სიტყვაზე რაღაცებს შეკრული როგორ არ იყოს რაღაცეებთან რაღაცა მოდი აბა წამალი რა ძვირი რატო ღირს ზოგი წამალი სულ რატო არ არის ანუ ამებზე ლაპარაკს მოყვა მე იმის გაწყვეტა რამდენი პრობლემა იცი ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში ჯანდაცვა რო კონდეს უკეთესი არა კარგი რა იდეაში ძალიან შეძლებადია რა. ჭკვიანი ხელისუფლება გამოიყენებდა ამ სიტუაციას, სანამ პარტნიორია ჩვენი თურქეთი, დიდი ქვეყანა, უფრო დიდი შესაძლებლობები და სანამ არ გვემტერება, ეგ მაინც მაგას გამოვიყენებდი იმისთვის, რომ რაღაცა იშვიათი რაღაცები რაც კეთდება, დავდებდი ხელშეკრულებას და პაციენტები ტყუილად რო დადიან ტურისტებად და ბევრ ფულს ტყუილად ხარჯავენ, იმისთვის კი არ გამოვიყენებდი თურქეთს, არამედ მართლა იმისთვის, რაც ახლა ძალიან იშვიათია და საქართველოში ვერ კეთდება და ახსნი მაგას რას გულისხმობ. და ჩვენს ქვეყანაში ძალიან ფლექსიბლ ჯანდაცვა, მოსახერხ არც მასე რაღაცა დაწყევლილი ხალხი ვართ, რაღაცა გამოუსწორებელი ისეთი ძვირიანი დაავადებები გჭირდეს რა. ცოტა ჰაერს მიაქცია ყურადღება, ცოტა რაღაცა წონა აკონტროლე, ცოტა რაღაცა სპორტული ცხოვრება მართლა ფეხბურთის ფედერაცია კი არ წერნა მილიონებით, მართლა ფიზკულტურის გაკვეთილი რო ყველაზე უინტერესო გაკვეთილია სკოლებში, ეგ შეცვალე რა, რანაირ შეიძლება ყველაზე უინტერესო იყოს, ხო? ფიზიკური აქტივობა, ახლა არ ვიცი, მართლა ჩემს დროს ხომ ასე იყო და ჩემს დროსაც მასე იქნება, რომ ცდებოდა გაკვეთილი, უსაქმური ფიზკულტურის მასწავლებელი არ ატარებდა გაკვეთილს, რომელსაც საერთოდ ფეხებზე ეკიდა ბავშვების ისა. ეგ რამ ფიზიკური აქტივობა რანაირ შეიძლება ბავშვი ვერ დაინტერესო, ხო? შანსი არ არის. თამაში უნდა პირველ რიგში. თამაში უნდა და მოძრაობა უნდა და შეჯიბრი უნდა ერთმანეთთან და კომპეტიტივ ტიპია ისედაც და რა უნდა მაგ ენერგიის კარგი რაღაცისთვის გამოყენებას და ცოტა სიგარეტზე ბრძოლე, ცოტა ნარკოტიკიც რაღაცების შედეგია, ნარკოტიკი მე ხდება რაღაცების მიზეზი, მაგრამ სანამ მიზეზი გახდება, მანამდე შედეგია რაღაცების და სხვა რაღაცებს რო გამოასწორებ, მე ნახავ როგორ აისახება თუნდაც იგივე ნარკოტიკის თემაზე და მაგას კიდევ ცალკე რო ბევრი healthcare risk-ები მოაქვს, ეგენიც მოგვარდება და ამ შემდეგ, მაგრამ აი ამას უნდა აი დაჯდომა, ლაპარაკი. გვაქვს თან ინტელექტუალური რესურსი მართლა გვაქვს საკმარისი ამ ქვეყანას, რომ
ის არ არის რომ რაღაცა აი ახლიდან ვიგვანებდით ახლა ველოსიპედს და არ არსებულ რაღაცას უნდა ვეჭიდაო და შენ ინტელექტუალური რესურსი გვაქვს, ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი ცხოვრობს, მასე არ არის რომ ყველა გარყვნილია, პირიქით გარყვნილი არ არის ყველა და ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც გასრული არ არის ცუდ რაღაცეებში. გეთანხმები. უბრალოდ ხო რა, უნდა ამას აი რაღაცა ჯერ უნდა დაჯერება იმისი, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ გქონდეს ნორმალური ქვეყანა. მერე უნდა იმის თქმა, რომ შეგვიძლია რა ვიმსახურებთ ნორმალურ ქვეყანას, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია არ დაწყება რომ გუშინ წინ და ჩვენ ვიმსახურებთ რომ გქონდეს კარგი სახელმწიფო და სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ჯანდაცვა არაჩვეულებრივი პროდუქტი და როცა ჯანდაცვას ეხება საქმე და საკმაოდ მარცხნივ ვარ ჩემი მსოფლმხედველობა საკმაოდ მარცხნივ არის და ჯანდაცვა მიმაჩნია უნივერსალურ უფლებად და ეს უფლების განხორციელება უნდა შეეძლოს ყველას და სახელმწიფო და ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება რომ ჩემი თავდაცვა იყოს გარანტირებული ჩვენი ჩემი შენი ყველასი თავდაცვაში გულისხმობ პოლიციას და ჯარს და იყოს ჩემი ჯანდაცვა გარანტირებული რა იმიტომ რომ ახლა თუ იმას ელემენტარულ პრობლემებს მოუკვდი ხო ნუ მაგეთ სახელმწიფო არ მინდა მე არ უნდა მეშინოდეს უდად გახდა გახდომის ფუნქცია აბა სხვა რა არის ან ხო შენ თორა რა აი შერასული სახელმწიფოს ფუნქცია ხო ჯანდაცვა არის ძალიან basic ფუნქცია შეუძლებელია ექიმი პოლიტიკაზე არ ლაპარაკობდეს არის შეუძლებელი იმიტომ რომ ჯანდაცვა არის სისტემა რომლისთვისაც მინდა საერთოდ პოლიტიკები იმიტომ რომ აბა ნახოთ აბა მოვისმინოთ ეს პოლიტიკოსი ერთი როგორ აპირებს იმას რომ აპენდიციტი რომ ექნება ახლა რაღაცა ჯიბიდან ფული არ უხადოს სიტყვაზე და ოპერაციის მერე არ მომკლას ქირურგმა და ხარისხიანი ჩამიტარდეს ოპერაცია აი ამას როგორ გამიკეთებ ბატონო პოლიტიკოსო აი ამისთვის მინდა ჯანდაცვა და პოლიტიკა ამისთვის მინდა რომ ჯანდაცვა უზრუნველყოს ჩემი და ეგ ახლა ექიმი თუ არის ჩუმად იმ პოლიტიკოსს საერთოდ რა იცის ხო ანუ ექიმმა უნდა ილაპარაკოს მაგას თორე აბა სხვა ვინ ილაპარაკებს ექიმმა უნდა მიეწოდოს და უთხროს ყველამ რა განგაში იმიტომ პაციენტიც ხო ძალიან სუბიექტურია ხა პაციენტი თავის დაავადება შეიძლება სხვანაირად უყურებს შენ უფრო ნეიტრალური მსაჯული ხარ უფრო მეტი იცი იმ სიტყვაზე ინფორმაციულად ამ რაღაცაზე პაციენტმა შეიძლება რაღაცა სამართლიანი მაგრამ ცოტა არასწორი მიმართულებით გულისხმობა მაგრამ ემოციური დამოკიდებულება ემოციურიც არის და მისი გულისხმობა და ასე ვთქვათ რაღაცეების აი მკაცრად შეფასება it's okay ლეგიტიმურია ყველგან მას პაციენტი ბედნიერის იყოს ვერ მოთხოვთ ამას ხო ეხლა დაავადება აქვს და ებრძვის ამ დაავადებას და ამაში ფულს ხარჯავს რესურსს და ცხოვრების ხარისხი უარესდება თუ არა სიცოცხლის ხანგრძლივობაც ხო და ჩვენ ვართ მაგისთვის რა რომ ამის პრობლემები რაღაცა ცოტა სწორ კალაპოტში ჩავაყენოთ და ვანახოთ ადამიანებს რომ ეს არ არის მართლა ნორმალური რა აი შენაირი ადამიანები ზუსტად შენი დაავადების მქონეები ასე არ არიან რა ცივილიზაციაში რა იცოდა სხვანაირ ამაზე არ ნერვო ექიმთან რომ მიდიან მე აი როგორ აი ჯერ მარტო მაგის სცენას რო შეხედავ მე როგორ შეიძლება არ ილაპარაკო მე მართლა თვლი ძალიან ხალატად რა ამ ხალხს რომ ქუთაისში გასვლები მაქვს ძალიან ხშირად რა ჩვენ კლინიკის ფილიალებში დავდივარ ქუთაისში უგზის და ძალიან საინტერესოა რა რაღაც სხვანაირი სიტუაცია რა ამ რეგიონებში რა და მოხუც ხალი მოდის იმაზე არ ხო ვამბობ რომ აი ძალიან ნერვები მეშლება იმაზე რომ ყველა ვერ მოდის ჩემთან რა აი ვერ მოდის რა ფული არა აქვს და ვერ მოდის ვიცი რომ ანალიზ დაუნიშნავ და ანალიზ ვერ გაიკეთებს რა ძალიან გული მწვა და ვიღაცა მოხუც ხალი მოდის რაღაცა ეს ხურდებს და რაღაცა მთხოვა რომ ეს მაქო მარტო წარმოიდგენ ექიმთან არც მიჩნობს რა ჯერ რა და ანუ ასე გაკეთებული აქვს რა სხვა ექიმებთან. აი გული მოგიკვდებოდა მართლა ის პრობლემა როგორ ნახა და არ ქონდა საბედნიეროდ რა სიცოცხლის საში პრობლემა. რა შუა მოხუცია მარტო ხელა მოხუცი რაღაცა ორი ტკბილი სიტყვა უნდა და მორჩა შეიძლება მოუგვარდეს რა ეს პრობლემა და ამის შიშით რომ მოდის და ჯერ ექიმს სანამ გამარჯვებას ეტყვის უკვე აბა მან გული მომიკვდა. იმიტომ რომ სხვა სხვათან ასე. არა მეტი არა მაქვსო და იქნებ ხო მიმიღებო. ანუ ვიღაცამ უთხრა რომ არ მიგიღებო რა წადიო. აი მეთქი ესეც არ გინდა მეთქი დაანებე რაღაც ხურდებს ახლა რაღაცა აგიჩუყდება რა გული და მან გული რაზე გიჩუყდება იცი რომ იმაზე რომ ვისა თან ხა ექიმი რო ხარ მან დიდიაში ცოტა ეგ დამოამბულია ყველა ექიმს რომ რაღაცეები გაატარო მიღმა იმიტომ რომ ეს ყველაფერს ასე გულთან ახლოს ვერ მიტან ნუ განადგურდები ხა იმიტომ რომ ყოველ დღე ასე თუ იმას გენი მაშინ მოგტები რა მაგრამ ეს იმას არის რომ გულცივი ხარ რა და სხვანაირი ემპათია აქვს რა ექიმს და უნდა კონდეს ესეთ საერთოდ ემპათიის ნაკლებობა იდეაში პრობლემაა რა დღეს რა საერთოდ ექიმებში და არა ექიმებში და მან სხვა რამეს გიჩუყდება გული რომ ეს შენ ნახე მაინც ეს მოხუცი და ის 1100 მოხუცია მაგეთი რომელსაც საერთოდ ვერ ხედავ ანუ ექიმი კლინიკამდე მისასვლელი ფული არ აქვს და იდეაში რატო ართული მე რომ გასტროენტეროლოგია ელიტების საკუთრებაა და გასტროენტეროლოგია უნდა იყოს რაღაცა მარტო დიდარ ხალხმა უნდა იაროს ჩემთან და ღარიბებმა არ უნდა იარონ რატო უნდა დავამხო დისპეპსიის მქონე პაციენტს ან გაღზიან ნაწავს სინდრომის მქონე ჩემს რა მნიშვნელობა აქვს პაციენტი ვინ იქნება ხო რატო უნდა გვიშლიდეს ხელს აი ეს რა ბარიერი რომ შენ რო კვლევის ფული არა გაქვს ექიმის კონსულტაციის ფული არა გაქვს და შემდეგ და ეგ როგორ მანიპულირებაც ხდის იცი ღარიბ პაციენტებს ამას მე აი გულისხმობ რას იცი რომ ის რომ რაღაცეები სამედიცინო სერვისი ღირს ფასი
კონსულტაციიან, ოპერაციიან, ანალიზიან, კვლევიან, ყველაფრიანად რა. ამას ალტერნატივა არ აქვს. ანუ ეგ უნდა ღირდეს ფასი. ან ასეთი, ან უფრო ძვირი, ან უფრო სადისკუსიო თემა, მაგრამ ფასი უნდა ღირდეს. ანუ უფასო რო რაღაცეები გავიკეთოთ, უფასოდ, მაგეთი რამე არ არსებობს. და პაციენტი მინდრეგილი აქ ის კარო, ახლა მე რო ფული არ ამაქვს, ახლა მოვიდე შენთან და რაღაცეები გავაკეთო, ხო? პირველ სტუნება ის არის, რომ მოდი უფასო იყოს რა, ყველაფერი გავაკეთო რა. და ამ უფასოს მე ვიღაცა აფერისტები უკმაყოფილებენ და უბნებიან, რომ მოდი უფასოდ, მოდი ჩემთან, მაგრამ ის ამოტენის იმ წამლებს დაუნიშნავს, რომლებთანაც შეკრულია იმასთან და იმ წამლებს მაგ ფარისეულობა როგორ მაღიზიანებს, იცი რომ ექიმმა მე პირიქით რა, მაგეთი რამდენი აფერისტი ექიმთან აი პირდაპირ მქონია ის, რომ მეთქი ობიჯო მაგას არ ჯობია, მეთქი რომ რაც გეკუთვნის ის კონსულტაციის ფული დაადო, ვიდრე არა გაქვს კონსულტაციაზე, არაფერს აფასურს არ იღებ და სამაგიეროდ კვლევასთან შეკრული ხარ, წამალთან შეკრული ხარ, ყველაფერთან შეკრული, ყველაფრისგან 10 მაგდენ ფულს იღებ რა, მე ბევრი კორიფე ვიცი, რამდენიმე ძველი, რომელიც ძალიან პაციენტისგან ფულს როგორ ავიღებ, გეგონება ის იყოს რა, რაღაცა ამორალური საქმე იყოს, შრომის ანაზღაურება, პაციენტისგან რო ხდება ეგ არ მომწონს, არც მე უნდა მინაზღაურებდეს, ანუ ინგლისში რო ვიღავ, მაგალითად, აი საუნდყოფაში ასე დესკთან რაღაცა ფულით მდგარი ტიპი არ მინახავს მე არავინ, რა, ფული საერთოდ არ მინახავს კლინიკაში, რა, ვიყავი დამკვირვებლად, რა, რაღაცა სამ-სამი თვით რა, რამდენიმეჯერ. იმიტომ რომ ფული არ არსებობს რა, იმიტომ რომ მე რო შენ რო მოდიხარ ჩემთან და ზოგადად კლინიკაში რომ მოდიხარ, ეხლა იმაზე არ უნდა ვიფიქრო, რომ მე შენ ამ ანალიზებში უნდა ვნახო შენი დაზღვა, რა დაზღვა გაქვს, დაზღვეული ხარ თუ არა და შენ მე ის დაზღვა მაძლევს მე ტერიტორიას, რომ მე შემიძლია ამ დაავადებაზე ეს წამლები დაგინიშნო. აქ რო ვილაპ, აქ რა მარაზმია, იცი რომ პაციენტი აი ჯიბის ფულით არის კატასტროფა, ეგ შეუძლებელია ექიმი იყო და ეგ სიამოვნებელს, რომ პაციენტი თავის ხარჯებს იფინანსებს თვითონ. იმიტომ რომ წამლის დანიშნვის პროცესი როგორ აქვს, იცი? მაგალითად აი რაღაცა არის დაავადებები ძალიან აი ჩემს სფეროში ძალიან აქტუალური, რომელსაც მე ძალიან დიდ ყურადღებას ვუწევ, კრონის დაავადება, წყლოვანი კოლიტი რაღაცა იმუნური სისტემის მაგალითად ძალიან უცნაური დაავადებებია რა, ძალიან რთული და ძალიან ძვირადღირებულია რა ეს დაავადება. და მაგაზე ვისაუბრებთ. და ხო რა და რომ მოდის პაციენტი ასე, ანუ წამალს იდეაში მე პაციენტს ვეუბნები, რომ აბა აი რისი საშუალება მაქვს რომ დაგინიშნო რა და ეგ ხო მარაზმია. მე უნდა ხვდები შენ რომ მოდიხარ ჩემთან, მე უნდა ხვდებოდე რა, სისტემის სახელით უნდა გელაპარაკებოდე. აი როგორც ახლა ცეჰეპატიანი პაციენტი რომ მოდის, ვეუბნები რომ პროგრამა რო არის სახელმწიფო, ვეუბნები რომ აი იმაზე კი არა ვარ დამოკიდებულია, აბა გვანცა რა შეგიძლია, რის საშუალებას მაძლევ, აბა რა დაგინიშნო, ეს შემიძლია დაგინიშნო, ეს ჩემი აზრით ეს უკეთესია, ეს უარესია, ეს რაღაცა და აბა ნახოთ რა. ასე კი არა, გაძლევ მანდატორულად, რომ აგე რა, მაგარ წამალს გაძლევ რა. რა ასე ეს არის ცეჰეპატ პროგრამა არის ისეთ რა ქვია, ოქროს გამონაკლისი მას სად არის, მაგის არის 0.1% სამედიცინო პროგრამების რა, მას სად არის აღწევილი, ეგეც ამერიკელების დაოსნობით დაწყებული და დასავლეთის დიდი დახმარებით დაწყებული პროექტი, ეგ მასე შემორჩენილი თო. მასი სად არის სხვა დაავადებებზე ექიმები ნიშნავს, წამლებს ასე აბა რის საშუალება გვაქვს და ეგ ძალიან ნერვებზე მშლის, იმიტომ რომ უყურებ ექიმი წესით უნდა გელაპარაკებოს რაღაცის სახელით და უნდა მეუბნებოდეს რომ აბა სისტემა ჯაბაზარქუარას მეხმარება კი არა. ჯაბაზარქუა გაიკეთებს ყველაფერს, რის საშუალებას აძლევს სისტემა და უნდა განახებდე რომ აი მე მაქვს ეს ოპცია გინიშნავს საუკეთესო მკურნალობას, მენდე, ჭკვიანი ვარ, გამოცილი ვარ, მოდი უნკურნალოთ ამ დაავადებას და რაღაცა მე და შენ დავდგეთ დაავადების წინააღმდეგ, ერთმანეთს წინააღმდეგ და იმის წინააღმდეგ და ისე კი არა. კითხვა მაქვს ერთი სანამ გავაგზავნე. არა, კი. ეხლა შენახსენე რომ რომოდის პაციენტი ინგლისში, ლონდონში რომ მოვიდა პაციენტი, იქ არის ფულის გადახდა, არის ყველა ხო, ანუ ყველას აქვს დაზღვევა და დაზღვევის პარაგრაფში ექიმი ნიშნავს შესაბამის მკურნალობას რისი პოტენციალის და ველიც აქვს ამის ამუშავება. ხო, ანუ გამოსავალი რა არის, რომ ყველას კონდეს დაზღვევა, ხო? ჩვენ ქვეყანაში ვსაუბრობ. რეალისტური დაზღვევა. ხო, ანუ იმიტომ რომ არსებობს ყველასაც ხო გვაქვს იდეაში ახლა აქ რო რაღაცა ქუჩაში მანქანა დაგოჯახოს, ალბათ ფული ახლა საუნდყოფაში რო შეგვიყვანო რეანიმაციაში, მე მგონი არც ვიცი არ ვარ ჩახედული მაგ დეტალებში, მაგრამ რაღაცა ძალიან basic პაკეტი, აი რო წავიქცე და არ მოუკვდებ თლად იმ წამსვე მე მგონი ეგ არის რა. მაგას საყოველთაო საყოველთაო აი მაგაში ვამბობ რა. მაგრამ ეს ზღვაშუათი ახლა მე ვიძახი ქრონიკულ პაციენტებს, მე ვიძახი პაციენტ მილიონობით ადამიანს. ხო რა ეს არ ყდება ასე დღეს და დღეს თუ არ ყდები და დაჭრილი თუ არ ვარ იმაში რა ქვია მუცელში, ეგ ამარტო ჯანმრთელობის პრობლემა ხო ეგ არ არის. იქ ვიძახი მე ინგლისზე და კარ ქვეყნებზე რომ ვამბობ ყველა პრობლემის დაზღვა. ონკოლოგიაზე რა ხდება ხო უყურებ არა რომ რაღაცა კიდევ ცოტა პროგრესი არის ვიდრე წინა წლებში იყო, მაგრამ და წინა ათწლეულებში, მაგრამ საბოლოო ჯამში რა ხდება ხო აი ჩემზე მეტად ხო 1000 ისტორია გაგიგია რომ იქ წავიდა იქ რაღაცა ფული შეგროვებები რამდენი შეხვედრია სოციალურ ქსელებში რომ რატო გროვდება ეს ფული? რატო უგროვებენ ხო ფულს? ფული შეგროვება ასეთი ხო არ არსებულია ეგ, ანუ ფული შეგროვება საერთოდ ნონსენსია რა, ფული შეგროვება შეიძლება აი როგორი აი ძალიან სპეციფიური რაღაცისთვის, იცი რომ აი
ძალიან რაღაცა მილიონში ერთ თან გვაქვს საქმე, რაღაცა უნდა წავიდეს რაღაცა. ყველაში მარტო ერთი ექიმია, ამის ჟურნალი და სხვა რაღაცა უიშვიათესი რაღაცა. რა ფუნჯა უმეტეს რაღაცებზე, რაზეც ფული გროვდება, უნდა მაგისთვის მინდა სახელმწიფო, რომ მაგაზე ფულს კი არ ვაგროვებდეთ, მაგაზე ვუხდიდე სახელმწიფოს ფულს, თხოვდე პასუხს და ვიცოდე, რომ ის კეთილსინდისი არის და პირუთვნელად მიფინანსებს ამ რაღაცებს, რომ ეს მოგდავი ბავშვების პრობლემა არა გვაქვს და რაღაცა გულის შემძვრელი რაღაცების პრობლემა არა გვაქვს რა. ეგ ხო, ეგ უნდა იყოს წესით რა. ეს შეიძლებადია თან ჩვენ ბევრი ფული არც გვინდა. ჯანდაცვის პრობლემები არის აი დიდ ქვეყნებს აქვთ უფრო დარხეული მაგ კუთხით, იმიტომ რომ წარმოვიდგენ ხა დიდ ქვეყანაში ხა 100 მილიონი მოქალაქე რო ყავს და 150 მილიონი მოქალაქე, ხა ინგლისში თუნდაც ეს საყოველთაობაა თქვით, მაგრამ იქ ყველა აგინებს ჯანდაცვის სისტემას, იმიტომ რომ ხო 8 თვე ვერ ნახულობ ექიმს და მასე არა ეს მეორე პრობლემაა. გამოიტანა ეგ პრობლემა, იმიტომ რომ მე თუ უფინანსებ ყველაფერს, აი ხა ამდენი ამოუწურავი რესურსი ხო არა, თან იქ რესურსი ოღონდ ყველა ძაღლი და ღორი ექიმი კი არ არის, არის ექიმი მაღალი ხარისხის, ხო, ყველა ვარიანტში, რომ აი ძალიან ბევრი აქვს ტვინი ჩახლილი, სანამ ექიმი ისწავლა და გავიდა მაგეთი ბევრი ახლა წამში ერთ კადრს ასე კონვეიერით ვერ გამოზრდი, ხო, მაგეთ კადრებს და მე ახლა დეფიციტურია, ხო, ახლა დღეში რამდენ ადამიანს ტკივა წარმოიდგინე მუცელი და რამდენი მათგანი დაგჭება უკმაყოფილო, რომ აი ოჯახს ექიმის იქით ვერ წავიდა, ზოგმა ოჯახს ექიმიც ვერ ნახა და მე გინდა თუ არა გასტროენტეროლოგთან გინდა არ არის რა, ხო, ვერანაირად გინდა არ არის, ცო ერთია და 1000-ია მოთხოვნა და რანაირად. მე გამიგია, ჩემი რამდენი მეგობარი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და გამიგია ეგეთ აი ესეთ შვეიცარია, შვედეთი განვითარებულ ქვეყნებში, სადაც აი ეგ ის კი რომ უფასოა, უფასო ბჭყალებში არის ჯანდაცვა, მაგრამ ეს რომ ხვდებიან 3 თვეში ერთხელ, 4 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ, ხო. და აი უწევთ ლოდინი პაციენტები მძიმდებიან და მე მაგათი ანუ არაერთი ისაა, რომ სანამ ეგ იმდა მოხდები, მძიმდები რა და ეგ ხო ჯანდაცვის კატასტროფაა, მაგეთი საფრთხეები საქართველოში ნაკლებად მოსაოდნელია რომ გქონდეს ჯანდაცვის სისტემას კარგად თუ ავაწყობთ, იმიტომ რომ ცოტანი ვარ და აქ ჩვენი სიცოტავე, ჩვენი უპირატესობა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ცოტანი ვარ და არც ვთვლად ისეთი მართლა აი როგორც ვლაპარაკობდით რა, დაწყევლილები და ახლა რამე ისეთ დაავადება არ არის ჩვენთან გავრცელებული, რომელიც არის და მილიარდები უჭირდებოდეს ამის სამართავად და მასობრივი დაავადებები არის ან თავიდან არის დებადი საერთოდ, ან ძალიან კარგად ადვილად მართვათ. სხვა შორის მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ციფრულიერა და ხელოვნური ინტელექტი შეცვლის ამ პირველადი ჯანდაცვის რაღაც კადრების ცოტა ოპტიმიზაციას გააკეთებს და ცოტა ნელა იწყებენ სხვა ქვეყნები რაღაცა დონეზე ამის გამოყენებას და საქართველოში მე მაგალითად ძალიან მიხარია ხოლმე, რომ პაციენტი ბარე 2 ექიმს ჯობია, რომ ChatGPT-ს ელაპარაკო, ზოგადად ჭკვიანურად ხა მასე არ არის ყველაფერი დაიჯერო, მაგრამ მართლა აქ ისეთ სახიფათო ქვეყანაში ვართ, ბარე 2 პროფესორის დაჯერებას მე პაციენტს პირდაპირ მithავს, რომ კაია, მეთქი რა, ბოდიშის მოხდით კი, ნუ მეუბნები, რომ ChatGPT-ს ელაპარაკე პირიქით, კაია და აჰა, კიდევ მასა, აი ახლა მოდი ეს კითხე და მოდი ეს კითხე, ხო, ანუ ChatGPT-ს მაგ დებილი თუ ხარ მაშინ აღიქვამ შენ კონკურენტად, თორე თუ ჭკვიანი კაცი დამხმარე საშუალება დაღიქვამ, იმა როგორი ისა, იცი, ანუ მაგ სხვა შორის red flag-ია, სადაც მოდი პოდკასტ დროს ამ თვალ იმაში შეგვიძლია აი რაღაცები რაც მომაფიქრდება, გითხრა რომ აი რა არის ექიმის red flag-ი, რომელიც აი რომელსაც აი ექიმისგან რო გაიგებ, შეგიძლია რომ აი ხო არ ახარ სამედიცინო განათლება არ აქვს, მაგრამ შეგიძლია რომ ძალიან იეჭო და აი ძალიან მიუღებელი რაღაც აი რო დაქცინის იმაზე, რომ რაღაცებს აი ChatGPT-ში სიტუაციაზე ნახულობ ან Google-ში ნახულობ, რომ რაღაცა აჯაჯმენტებს პაციენტს ამის გამო, რომ სიტუაციაზე ეჭვიანობს ამაზე, რომ ასისულელებს აკეთებ, აი კაცო და ანე მისმინე ამას, აი რაღაცნაირად თითქოს რომ ეჭვიანობის სცენას რო გიდგამს რა, რომ კონკურენტად აღიქვამს თითქოს ამას, ხო? ეგ ძალიან დიდი red flag-ია რა, წითელი ალამია, აი ძალიან სახეზე აწერია, იმიტომ რომ იმდენად თუ არა აქვს ექიმს თავდაჯერება, რომ აი თავის ადგილს ვერ ხედავს ამ სამყაროში, ესე იგი მისი ადგილი არც არის რა, ანუ შენი ადგილს თუ აქ ვერ ხედავ, ხო არ არის რა ჩანაცვლებადია, უნდა ჩაგანაცვლოს. ანუ უნდა ჩაანაცვლოს რა, იმ პროფესორის და ფსევდო პროფესორის დანიშნული არასწორი მკურნალობა, რა თქმა უნდა, აბიცვა დანიშნულობა სწორმა უნდა ჩაანაცვლოს, ახლა იმის გამო რომ ვიღაცებმა აფერისტობით ცხოვრების ბოლომდე პური ჭამან, ამის გამო ახლა კაცობრიობა ვერ უნდა პროგრესია უნდა შეჩერდეს. ეს არ უნდა იყოს რაღაც ფაქტორი რა პროგრესის. მან გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც კითხვა მქონდა და გითხარი ნდობა, დაკარგული ნდობა ქართველი ექიმების მიერ. და ძირითადად არის ხოლმე რომ დიაგნოზის გადამოწმება საზღვარგარეთ და აი ყველაფრის გადამოწმება ხდება ფაქტობრივად საზღვარგარეთ. მე მომყვები ორ ჩემს შემთხვევას, ძალიან საინტერესო იყოს მაყურებლისთვისაც. ერთხელ პატარა ვიყავი, პატარა, ნუ აი არ ვიცი 13-14 წლის ვიყავი და დამეწყო მუხლების ტკივილი. აღარ როგორი ტკივილი, ეს სადღაც ვიყავი მთაში ვიარა და აი რომ გადატყდება ძვალში ეგეთი ტკივილი მქონდა და გამიშეშთა რომელიღაცა ფეხი ვეღარ ვხრი რა და ნუ აი გარკვევი, ხო იცი, მაშინ მე მგონი დასყო არც იყო ესე რა, არ არსებობდა საერთოდ და გარკვევით აი ვიღაცასთან პროფესორი ის აი
ა? 2000-იანები ხო, 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 90-იანი. ხო. და საწყისი რა. აჰა. და ანუ აი უკვე ისევ იმასთან მივედით, ამასთან მივედით, გავიკეთე ის ანალიზი. ყველაზე მწარედ რაც მახსოვს იყო, რომ აი ძალიან დიდი ნემსი ჩამარჭეს მუხლში, რომ სითხე ხომ არა აქვს დაგროვებული, რომ ამოიღოთ ეს იყო, ნუ აი წკივილის გარო გული მიგდეს, ხო იცი? და ბოლოს მივადექით ვიღაც პროფესორს, ახლა სახელები და კვერები, არც მახსოვს და არც არის საჭირო. მივადექით ვიღაც პროფესორ ქალბატონს, შევედით, მე და მამა ვიყავით მახსოვს და ესეთი რაღაც უთხრა მომენტში, რომ გოგონაო შეიძლება რომ გავიდესო? და მომენტში მოვთხრა რატო დიდი გოგო, მოისმენსო ყველაფერს რა პრობლემაა. ჩემზე იყო საუბარი. არა ურავით თუ შეიძლება რომ გავიდესო რა. ხო და ნუ კაი გავედი მე და მე მახსოვს რომ მამა ჩემი აი გეტყვი ხა მამა ჩემი გამოვიდა, კარი გააღო და აი რო დღევანდელი დღესავით მახსოვს რომ ფერი არ ედო საერთოდ სახით. რა უთხრა იცი? მე მგონიო ძვლების დაშლა ეწყება. აი მართლა. თან მაგეთი შლეიფით ხო როგეც გავიდეს. ხო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მოსესმენი იყო, მე რას გავიგებდი ძვლების დაშლა საერთოდ არ ვიცოდი ესე რომ. მაგრამ ნუ კაი და საბუჯამში რა აღმოჩნდა იცი? რევმატიზმი მქონდა. ტყელტერფიანი ვარ. და რაღაცა კიდე გამოიწვია და ძვლები არ დაგიშალა, შეცდა მოკლედ. ანუ რა, აბა რა. ავი ბძივა რა, ის ფერი დიდი ხანი გავი. ანუ მიხდი რას ვამბობ? და მეორე შემთხვევასაც მოვყვები ძალიან საინტერესო, შეიძლება ძალიან პირადი თემა არის შეიძლება, მაგრამ მე მიყვარს ღიად საუბარი, იმიტომ რომ საინტერესო შეიძლება სხვისთვისაც აღმოჩნდეს. აღმოვალი ანთება მქონდა თირკმელების, კოვიდის პერიოდი რომ ძვინვარები რომ დაიწყო, ხო იცი 5000 შემთხვევა და 10000 აი პერიოდია და სახში მოვდივარ და ანუ აი მაყირავებს რა ისე ვარ და მეთქი აი ალბათ კოვიდი მაქვს. მარტო ვიყავი სახში, წავედი, გავიკეთე სწრაფი ტესტი, ამოაქვს უარყოფითი პასუხი, მეთქი აი გავიკეთებ ახლა იმ 3 დღეს PCR თუ რა რქვა, აღარ მახსოვს. მაგას და ნახოთ, მაგრამ აი სიცხე მიწევს რა, აი ცუდად ვარ, ვერაფერთან ეს უცებ მოხდა რა, ცუდად ვარ, არაფერს. გამოძახებული სასწრაფოთი, გადამიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დამაწვინეს ხამი დამტოვეს. მახსოვს რომ გამიკეთეს ეხოსკოპია. და ეხოსკოპიაზე ვერ დაინახეს. ისეთი ანთება მქონდა, რომ უკვე შეიძლება ფილტრებში გადასულიყო რა, აი ეგეთი დონის ანთებით ვიყავი მისული. ეს ეხოსკოპისტი მახსოვს რომ მეუბნება, რაღაცა კენჭებს ვხედავ, ესეთი რაღაც მითხრა, მახსოვს ეს. ნუ იქ როგორი საერთოდ ექიმარები აკეთან მაგაზე არ მოყვები, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთი არის. გამომიშვეს მეორე დღეს. და სახლში რომ მოვედი, ზუსტად 3 საათში ამიწია 42-ზე სიცხე. და ეგეთი ტკივილი ჩემ ცხოვრებაში არ მქონია მეორე და სხვა კლინიკაში გადამიყვანეს უკვე. უკვე შოულებთან ერთად მანქანით ხო იცი რაღაცა ეგრე რა, რომ ვერ მოძრაობს საერთოდ და მახსოვს რომ მოსაცდელში აი ესე ვიჯექი და 42 გრადუსი ხო იყო გარეთ ძალიან ცხელოდა და ეს ადილალა მქონდა მოფარებული და ვუთხარი დედა ჩემს რომ დედა მეთქი ეხა რამის თუ არ იზავენთ ხო? ვიცი რომ მოვკვდებით ხო, იმიტომ რომ ფიზიკურად ამ ტკივილს ვეღარ უძლებთ ხო რა. და ნუ გადამიყვანეს იქნიანი, იქ უბრალოდ რაღაცა მარტივი პროცედურა უნდა დაელაგოს, სად გადავყავდით, ეგ ვერ დაალაგეს უცებ რა და ეგ მართლა 15 წუთია ლაპარაკი, უბრალოდ ჩემთვის გაუსაძლესი იყო ეგ 15 წუთიც. და გადამიყვანეს უკვე იქ და იქ რო ეხოსკოპია თავიდან გადამიღეს, ის ეხოსკოპისტი მეგონა რანაირად ვერ დაინახა წინა ღამე თუ რაც ხდებოდაო რა, ესე მალეო. ხო, ანუ მიხდი რას ვამბობ, ეს ყველაფერი ჩემთვის ეხლა და ეს ისტორია შეიძლება ეხლა ჩემი მაყურებლისთვის ბევრია ესეთი რა, დაგროვებულია. ეს იწვევს ძალიან დიდ უნდობლობას. ანუ მე ექიმთან მისვლა, ჩემთვის აი როგორი რაღაცა იცი რომ აი რას მეტყვის ეხლა ნეტა, აი მიხდი რას ვამბობ და აი შენ შმანთ ხარ რა, ხო? და მაგიტომ ლაპარაკობ, რას ვაჩორს ერთ-ერთი არის დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი ჩაწერა, არის ის რომ რატო ლაპარაკობ საჯაროდ? იმიტომ რომ როცა დავიწყე ექიმობა, საქმე რომელიც ძალიან მიყვარს და ვგიჟდები, იმიტომ რომ ანუ outcome-ი შენი თუ არის ფულის შოვნა, რავი, ფულსი შოვი, რავი, TikToker-ი გახდები და ბევრად უფრო ნაკლებს საპასუხისმგებლო საქმე 21 საუკუნეა, მით უმეტეს რამე სხვა სკილები თუ გაქვს, იშოვი ბევრად უფრო მეტ ფულს, ვიდრე ექიმს პატიოსანი შრომით გაქვს, მით უმეტეს როცა არ იპარავ არაფერს რა. და ანუ სხვა outcome-ი გაქვს რა ამ საქმეს, რომ იწევ რაღაცა სხვა ისახარ რა, სხვა მუღამი გაქვს რა და სხვა აზარტი. და იმიტომაც ლაპარაკობ, რომ როცა დავიწყე ექიმობა და როცა ვხედავ რომ პაციენტი ცალკე, ექიმი ცალკე, სამინისტრო ეს სხვა მოთამაშეები ან მე ეგ სისტემა წარმოვიდგენია რომ ყველა ერთად ვართ დაავადების წინააღმდეგ. კიდე ჯანდაცვა ეგ არის, რომ ყველა ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ერთად ვართ დაავადება გვაქვს მარტო ერთი მტერი, რომელიც გვაერთიანებს რა, რომლისთვისაც ვარსებობთ ყველანი.
და ეს ნდობას გატეხილი ძალიან მოქმედებს რა ჩემზე, იმიტომ რომ უყურე ეხა შენამდე რომ პაციენტს მე ძალიან უგებ აი მართლა ყველაფერში, აი ჩემზე უკმაყოფილო როცა არის, მაშინაც კი შემიძლია გაუგო, იმიტომ რომ აი როცა ძალიან მართლა შემიძლია რა გამართლება ბევრი რაღაცის რა, რომ შენამდე აი მისულია შენნაირი ისტორიას ბევრად უფრო ბრუტალური და ბევრად უფრო დრამატული კი. გარიოს რა, ეს კიდევ რა არის? ეს ბევრი არის სიმსივნეები, კი კაცო, ეს რამდენი არის არის ისეთი დაზმული მე დიაგნოზი იცი რომ თვითონაც ვარ მაგეთი გააგზავნე. თქვა რომ სიმსივნის არა, მაგრამ ზუსტად მახსოვს რაღაცა ოფთალმოლოგიური რაღაცა ბადურის გაშრევების თუ რაღაცა პრობლემის გამო, ძალიან ბანალური პრობლემის, რომელიც გადავამწვევი არაფერი, წარმოიდგინე სამედიცინო განათლების მქონე ადამიანზეც როგორ ახდენს სიტყვას რა. აუდამად მინდა ექიმის სიტყვას დავაყოლო ერთი რამე რა. მახსოვს აი მეორე კურსზე ვიყავ თუ პირველზე დედაჩემმა წამიყვანა რაღაცა ჩვეულებრივ ჩეკაპზე, ოფთალმოლოგიური, ძალიან 18 წლის, მე 18 წლის ვიყავ, ეხლა 27 წელს, მაშინ კიდევ უფრო ინფანტილური იყო ეს 18 წლის, დღევანდელ 18 წლისას რა უჭირს მარტო დადიან კონსულტაციაზე. მაშინ გამორწული იყო ეს ამბავი რა, 2000 რაღაცა 2 წელი თუ რაღაცა და 2002 არ მე 2005 თუ 6 და ეუბნება ასეთ რაღაცას რომ რაღაცა ოპერაცია უნდა გაუგეთოთო და იწყებენ ამის იმას რა დათანხმებას პათი დედაჩემსაც და მეც ვიყავ რომ ოპერაცია თუ კი და ხა ამ დედაჩემს გული გაუსარა თქმა უნდა ოპერაციაზე სულ არ ვიყავ გეგმიურ კონტროლზე ვარ რა მისული რომ რაღაცა თვალის რაღაცა სათვალე მიკეთია არაფერი განსაკუთრებული დაავადება რამე საინტერესო არა წავიდა მე გადაამოწმა მეორესთან ეს გზადაგზა უფრო ჩაიხლარდა ეს ისტორია ის მეორე სხვა რამეს გვეუბნება ეს სხვა რამეს მე უკვე აზარში შედიხარ და ეხა უკვე უყურე ორი პასუხი გიჭირავს რა ერთი ამას გეუბნება მეორე ამას ეხა ვეღარ ენდობი რა ეხა კიდევ უფრო მეტის მოძებნას იწყებ და მესამე ამიტომ იმ ტიპი იყო მართლა ის ექიმი როგორ შეიძლება დავარქვა მაგას რომ ანუ იმის მახსოვს რომ მოგეთო ოპერაციო ან ეხლავეო ეხლავ რა ანუ არ მიდიხარ თუ არსად ანუ რა მოხდება უკვე ვეუბნებს რომ განწირული ვარ რაღაცა რომ რაღაცა ოპერაციას არაფერი ის ოპერაცია მაგრამ ეხა ნუ არ ხარ ეხა ოპერაციისთვის ანუ წინასწარი განწყობა ხო ხარ ექიმთან რაღაცა რომ მიდიხარ რომ რაღაცის ხარ ძალიან ანალიზ დამინიშნავს რაღაცას რო არელი საერთოდ გიჭირს რა მიღება რა ასეთან რო გახლიან ეგრევე კი არ ნენლოგი არ გამზადებენ გახლიან რა ან ოპერაცია ანუ მოკლედო რა ვიციო მაშინო აი ცხოვრების წესზე იფიქრეო რა ზაანო რავიო აი 5 კილოზე მეც თუ რაღაც 10 კილოზე მეც ვერაწეო მაგალითად ვერასდროს მეუბნება 18 წლის თუ რაღაც 20 წლის ბიჭს 10 კილოზე მეც ვერაწეო რა ანუ გადაჩენი გამომიტანო რა სახში იმას რაღაცა კარტოფილს თუ აიტანდა პროდუქტს მეზობელს აატანინეო იმიტომ რომ შენ თო ვერ აიტანო რა ანუ მარასმი რა არაფერი არ ჩავთორ დაბრმავდებიო ეგრევე ხო ეგ მითხრა დამოწე ეგ სიტყვა რა ეგ ბასო და დაბრმავდებიო გავიდა ეს ხანი გავხდი მეც ექიმი წავიკითხე ბევრი რაღაცა ვნახე სხვა ოფთალმოლოგებს ის უბრალოდ დაივიწყეთ ეს რაც გითხრათ არ მიყევი მე ისეც ვენდეთ რომელმაც არ გურჩია ეგ ოპერაცია მით უმეტეს სასწრაფოდ არაფერი რა დაიკიდეთო უყურეთო რა და თუ რამეა მე არსად არ გაიქცევაო მოკლედ ეგ თემა და მაგრამ ეს დაბრმავდები აი მაქედან წამომიდა ემპათიას რაღაცეებით გამომიმუშავე რა გზადაგზა რა ეგ ეხა რო უყურებ რომ მაგაზე მიფიქრე რომ ჯო ექიმი ვარ წარმოიდგინე სამწუხაროდ ეგ თემა მილიონჯერ წავიკითხე ეგ დაავადება სანდო წყაროებში და ადამიანებსაც ვკითხე და ჩემი თვალითაც წავიკითხე და რა სისულელია რა ვიცი რომ არაფერს არ დაუბრმავდები მაგრამ იმ ტიპის ეს სიტყვები სულ მახსოვს რა და ასე რამდენი ცხოვრება დამახინჯებული დებილურად დაბრახვებული რაღაცის გამო ექიმის სიტყვა შეუძლია ისე ჩაულებად მოკლავს როგორც არაფერი რა დაავადება ვერ მოკლავს მასე რა ხო და აი მან დობის ნაკლებობაზე რო ვლაპარაკობდით რა ანუ ეს ნდობის პრობლემა იმდენად აი იგრძნობა ექიმის კუთხიდანაც რა რომ ეს საერთოდ არ ხსიამოვნებს რა ანუ აი ვერ გძნობ თავს კომპანია რამდენი ადამიანს არ უნდა მაქებდეს ანუ ეგ მოცემულობა თუ რამე შემილია პატარა ვქნა რომ შევცვალო უნდა შევცვალო და სხვა შორის ლაპარაკით უფრო ვცვლი რა ამას რა იმიტომ რომ ამებს რო ლაპარაკობ თან თბილისი პატარა ქალაქია ყველაფერზე შეუულია გაიგოს ორი წელს ყველაფერზე კი არა ეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლება თვითონ რომ მოდიან თვითონ ამბობენ რომ ჯაბა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აგარჩიეთ ისა რომ ამ ჩვენ სიებში არ ზიხარ და ფულს არ გაძლევთ და ჩვენს იმაზე რაღაცა კარმუშკაზე არ ზიხარ რა ძალიან მარტივად იმიტომ რომ მასე და მე ხო ვიღა სხვა შეუბნება ის სხვა შეუბნება ის ბინძურად რომ მუშაობს ის სხვა შეუბნება რომ ყველაფერს გაიგებ რა და ეს მომწონს რომ ანუ ეგ ადამიანს უნდა და ანუ ეგ კი არ არის ანუ მაგით ფიქრობ რომ პრობლემებზე ლაპარაკი და ჩასაფრებული სპეციალ ლაპარაკით კი არა ჭორაობით კი არა ხა ჭორაობა იქნება და ხა რო დავჯეთ მე ასე და ვიღაცა კონკრეტული ექიმი და ამაზე ხა გავდე იმიტომ რომ ეს ერთი კი არა პრობლემა ათასობით არ ბევრად მასშტაბურია მაგიტომ არ მიყვარს რა ასე ვიღაცაზე დავიწროება და თან ამ ფორმატში ვერ გამოვიკლოთ ხა კონკრეტულ кейსს ხო მაშინ უნდა მოგატარინო შენი დოკუმენტები დაუჯდე წავიკითხოთ სხვა იმას ვკითხოთ რაღაცა ცოდნა არ მეყოფა რაღაც სისულელია ამიტომ სახელი და გვარების ხსენება სოციალურ ქსელები და ესენი არ არის რაღაცა კუდიანებზე ნადირობის პროვოცირება საერთოდ არ მინდა როცა მანკიერებებზე ვლაპარაკობ მინდა რომ ეს ცოტა უფრო სისტემურად შევხედოთ იმ პრობლემას თორე იქ სამედიცინო კორუფციაზე რო ვლაპარაკობ რა გონია რომ იქ ანუ
მე ისე ტიპის დანაშაულზე ვლაპარაკობ, სადაც დამნაშავის ჰაბიტუსი ძალიან რთულად სხვანაირად გამოიყურება. იქ დამნაშავე შეიძლება იყოს დამნაშავე რა წარმოვიდა ატკატების სამეცნიერო კორუფცია და twin-ში წარმოიდგენ რაღაცას, ხო, დოქტორ მენგელეს ან რაღაცა იმას აქვია ფაშისტ ექიმს, რომელიც ადამიანებს და არ არიან ფაშისტ ექიმები, შეიძლება ნაცსავები იყვნენ შენი მაგეთები, ვინც მუშაობენ, რომლებიც ძალიან გიყვარს რაღაცა დეიდები, მამიდები, რავი, ბიძები, ჩვენი რაღაცა ისინი რა ქვია, ჩემი ნაცსავები, რაღაც ჩვენი ოჯახის მეგობრები. ანუ ეგ მაგ განსჯა უნდა მოაცილო რა მაგ პრობლემას, რომ შენ ნაგავო რატო აკეთებ? არა, იმას თავისი ბაზისი აქვს მაგ კორუფციასაც რა, საიდან მოდის რა? საერთოდ სოციალური პრობლემებიდან, ვიღაცების სიხარბიდან და გაუმაწყრობიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელფასები არ არის მაღალი ხელფასები არ არის მაღალზე, მე მაგას არ ვამართლებ სხვადასხვა. რა, ადრე ვამართლებდი, იმიტომ რომ აი მართლა ვხედავდი, რომ ჩემთვის ასე პიროვნულად რაღაცა მომწონდა ადამიანი, ხო და რაღაცა და ჩემი ლექტორია რაღაცა და ბრაღდა გავხედა დრო გავიდა მაშინ ახლა სტუდენტობის დროს აღარ ასხდები ასე შიდა ის არიცი რა მე რეხტები და მე უცებ იხსენე რომ ვა ეს რაღაც ძალიან რო გიყვარდა ეს ექიმი ბიჭო აღა ბინძურად მუშაობს რა რაცა დღეს ლაპარაკობ ამაზე ლაპარაკობ და თან ახლა ძალიან იჭედები მანდ რა თან ძალიან საყვარელი ადამიანია თან რანაირად ჩვევა ანუ რანაირად და მე იწყებ რაღაცა მიზეზების ძებნას რომ ეს იმითი კი არ არის განპირობებული მიზანტროპებით სავსეა ეს სისტემა და ბევრი არის მართლა ნაგავი. არა ადამიანი ლიცენზია უნდა ჩაუმართო კი არა ადამიანთან გაკარების საშუალება უნდა მისცე. აი ესე მიზანმიმართულად ბოროტი ტიპების არსებობის იმასაც, მაგრამ ეგ არა მასიური, ბოროტი არ არის უმეტესობა. დამნაშავე ბოროტი არ არის რა. დამნაშავე შეიძლება სისტემური დამნაშავე იყოს, სხვანაირი დამნაშავე რა. ბოროტი ექიმი რას ნიშნავს? აი ბოროტი მიზანმიმართულად აკეთებს რა. აი მიზანმიმართულად აზიანებს პაციენტებს რა. რატო არ ვიცი, მაგრამ აი აკეთებს რა და აი მართლა ისე აი ვერ ხვდები რომ აი ამას რატო უკეთებს? აი ამ დონეზე ხო მაინც იცის მედიცინა, რომ აი ამას რატო შვება? აი ამდენი კაი გავიგე ესა ფული უყარ ძალიან ის, მაგრამ ხო ხედავს რომ აზიანებს. აი აქ დააზიანა და აი ამის იქით რაღაცო გააგრძელა დააზიანება. რაღაცეებს ვერ ხვდები რა. ვიღაცები არიან მართლა ისეთი უკიდურეს მავნებლები, რომლის გამოსწორების იმედი არ აქვს და ეგ უნდა ამოკრა წიხლი და გაუშვა ან ციხეში ან ჩამოართვა ლიცენზია სამუდამოდ. მაგრამ მასტები ცოტაა. უმეტესობას მასე ვერ მოექცევი. რაღაცა რამდენიმე 10,000 ექიმი რო გყავს და იქიდან რაღაცა 60-70% რო სიტყვაზე არა კეთილ სინდისიერად შეულობს ფულს, ის შენ თუ ასე გაყარე ყველა და სახში და შენ სოციალურ კატასტროფას გამოიწვევ. ანუ სახში დაძია ვიღაცები ულუკმაპურად დარჩებიან. ვიღაცები სახში საჭმელს ვერ მიიტანენ. და კი გავიგე რომ პაციენტი, მაგრამ ის პაციენტი, ის თვითონაც პაციენტია, ის ანუ ის პაციენტის ახლობელიც ექიმიც შეიძლება მასე მუშაობს და ანუ ჩვენ სოციუმის ნაწილები არიან, რადგან უცხოეთიდან ხო არ ყავს ექიმები ჩამოყანილი, აქაურები არის რა, ჩვენი მეზობლები არიან და ნათესავები. ხო და ძალიან ისეთ სენსიტიური პრობლემაა, როგორ უნდა მოვაგვარო, მართლა რომ გითხრა, ნელ-ნელა მოგვარებადი პრობლემაა რა. ჯერ ერთი რაღაცა კომპრომისები არ უნდა დაუშვა რა, მაგრამ აი ადრე ხო თქვი რომ მაგას გავაგრძელებ, რომ რაღაცებს ვამართლებდისავით ხო, რომ აი ვიცოდი რომ ამაშვილი ყავს ჯანკი, იმას რა ქმარი ყავს უსაქმური, რა მთელი ოჯახი ამის კისერზე დებს, იქ ვალებს იხდის რაღაცეები, რა ქნას, ზედმეც ხო არ ნიშნავს, მაგრამ რაღაც ნიშნავს და რაღაცა გამართლებებს უძებნიდი. მაგრამ მე ცოტა ნერვები მეშლა მაგათ რომ ასე მე თუ გავკაჩი ანუ აქ განათლება არ ყოფილვარ მდიდარი ოჯახის შვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე იმას ვერ იწვია რა ჩამოვიდი უცხოეთიდან და რაღაცა მოვიწვე აქ კარიერა რაღაცა ხელის გულზე და ჩვეულებრივი კარიერა გავიდა თურმე შემიძლია რომ კლინიკა რომ მირეკავს და აი მაგას ყვები ხოლმე საჯარო და ეხლა მოვაყოლებ სიტყვას რა ზუსტად მახსოვს რომ ხელფასამდე მაგ რაღაც 100 ლარი ვარ დამწყები ეგ იმას შემოსავალი წარა მაქვს მაღალი და რა წლების წინანდელს გიყვები რა და მირეკავს ერთი სხვა კლინიკის პიარის თანამშრომელი ჯერ უკვე გამიკვირდა მეთქი ნუ მკერავს რა გადავიდე სამუშაო და ოფერს მიგეთებს რა მაგით ზარებს მიჩეული ვიღავი მაშინაც და ეს ალბათ პირდაპირ გეუბნება რა თითქოს აი არც უნდა გამიკვირდეს თქვენი ანგარიშნომერი და ჩემი ანგარიშმეთი ერთისგან მერიცხება მარტო პულის სხვაისგან არ ველი ასე სხვა ჩარიცხები არა ერთგან მუშაობ და იმას აქვს ჩემი რაც გინდა მე ჩემი ანგარიში და ასე და ასეო ეს ხო თქვენი პაციენტიაო კითხო და ამაზე არისო ჰონორარიო რა თქვენზეო რომ ჩვენთან ჩაიტარაო არ ვიტყვი რომელი სამედიცინო პროცედურა იმიტომ რომ გამოჩნდა მაგრამ საკმაოდ 5,000 ლარს დავაზობდა რომ აი ეს სამედიცინო რაღაცა გაიკეთა ჩვენთან და გულწრფელად უთხრა რომ მე არ გამომიგზავნია თქო უბრალოდ სხვაგან არ კეთდება თქო და ძალიან ზედამთვარი არ მომდის თქო თქვენთან ვინც აკეთებს იმაზე თქო რა ვქნა თქო ახლა სხვა გზა არ ქონდა თქო და მოვიდა თქო რომ პაციენტი პირდაპირ უთხარი რომ გქონდეს საშუალება რავი ევროპაში თუ გაიგეთებ გაი ჯობია მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა მაგის არჩევანი არ არის და რაღაც არის ეგ არის რა ნუ ამ ტექსტით გამოუშვი თქო
ის რომ მიდი ამასთან, არა, პირიქით უთხარი თქო, რომ ცოტა ფრთხილად მიდი თქო რა. ანუ და ვერ გაძლევს ფულს და მეთქი ეგ ფული მე არ მეკუთვნის თქო რა და თან ამ პაციენტის background story მე ხო ვიცი კაცო. ეს პაციენტი ფულს იმას ვიზიტის ფულს ვერ ვახტევინებ წესიერად. იმიტომ რომ რაღაცა ფული არ აქვს და გეცოდება. რაღაცა ანალიზს ვერ იკეთებს, იმას ზოგავ რაღაცა გაჭირვებულ ადამიანზე მეუბნება რა. რომელს შეაკოწიცა ფული, ძვირი, რაღაცა პროცედურისთვის, გაიგეთ და ეს მაძლევს მე 10 კაცს. და რა უთხარი იცი რომ მეთქი არ მინდა კიდე გამოუშვაო თუ დაჟე არც მეუბნება პირობას. მაგრამ ეგ როგორი ამბავი ეცი? მაგაზე რო გაისრები ხო? მაგაზე რო დათანხმდე მიდი აბა ილაპარაკე მე. აი თუნდაც ეს ტექსტი ხარ რასაც ვლაპარაკობ, არა, всё, რა მორჩაო და არანაირი უფლება არ აქვს რა. და მაგიტომ და თან როგორ მაცურავ და ახალგაზრდა ექიმი რაღაცა რამდენი შეიძლება ცтунდეს ხო მაგრამ უბრალოდ მე აი ძალიან აი მენტორი მყავდა ძალიან კარგი და მაგიტომ რომ აი როგორ მუშაობასაც ვიყავ და ისე არ ვარ ცუდად გაზრდილი ალბათ ჩემი მშობლებისგან და მაგიტომ მოპარვიდას ჩალიჩით არაფერი არ გამიგეთები არასდროს და არც მიფიქრია რომ რაღაცა მოდი ვიჩალიჩო და ხა ვიღაცებს წილებს ჩაუჯდე და რაღაცეები იმას ვქნა თორე ანუ ეს არის მიღებული პრაქტიკა მიღებული პრაქტიკა ტიპები პირდაპირ გირეკავენ რომ გამოვუშვი ჩემთან ეს პაციენტები და რაღაცა ჩემგან აი ეს წილი გექნება თითო პროცედურისგან რაღაცა ფული და რო ეუბნები რომ მე რას ეუბნები იცი რომ უფასოდ გამოვუშვებ ანუ რაღაცას ხო ფულს ხო არ ვიღებ სადაც ხო უშვებ ამ პაციენტს რაღაცა პროცედურები ყველაფერი ხო ჩვენ კლინიკაში არ ტარდება რა და ან რაც ტარდება ჩვენ კლინიკაში იმასაც შეიძლება პაციენტს ასე იარაღით ხო არ დაუждდება რა წამიდის და შეიძლება ხა იკეთებს სხვაგან რაღაცას რა რასაც თვითონ გააწყვიტავს ხო და მეთქი სადაც უშვებ ამათო უფასო იქიდან რომ წილები მქონდეს რა მიჭერს მეთქი რა უფასოდ უშვებ რა ისედაც არავის წილში არ უზიوار შენ თუ უკეთებ პაციენტს რაღაცა პროცედურა შენია ეგ ფული რა მე არ მინდა ეგ ფული იმიტომ რომ მაგით რომ დამივალდებულე მე ხმის უფლებას ვკარგავ პრევენციის წაღენების უფლებას ვკარგავ ყველაფერს და უნდა ვიარო რაღაცა 2 კაპიკის გამო რა ჩმორივით თელი ცხოვრება არ მინდა მეთქი რა აი ეს მირჩევნია აი ეს თავისუფლება მირჩევნია პლუს რამდენიმე 1000 მეთქი რა იმიტომ რომ ან ყოფნის რაც მაქვს ვარ მაღალ შემოსავლიანი ექიმი და ყოფნის რა არ მაქვს მეტიც შეიძლება იყოს კი მაგრამ იც ოკეი რა რაც არის არ მეწუწუნება მართლა მე ფულზე არ მეწუწუნება და სოციალურ პირობებზე. ექიმებს მართლა კაპიკებზე არიან რა სახელმწიფო იმაზე როზია, მე არა ვარ მასე. ხო და არ მინდა მეთქი რა, თავისუფლებას არ გიღირს მაგის გაყიდვა და უფასოდ გამოგიშვებ ოღონდ. უფასო ნებისმიერ საღორეში ხო არ გაუშვებ, არა უფასოდ თავი მომაწონე რა. მანახე რა იცი, მანახე პროცედურებს როგორ აკეთებ, მანახე რა სტანდარტებით ხელმძღვანელობ, რომ ვიცოდე რომ ის პაციენტი რომ ჩემს სიტყვას ენდობა, არ მინდა რა რომ გავაუპატიურო ეს ჩემი სიტყვა და ეს ნდობას დავაფურთხო და რაღაცა გაუშვა და მე იმან იფიქრობს რომ რაღაცა კი არ არის ჩემი პირდაპირ პასუხისგებლობა, შენ თუ სხვამ რაღაცა დაგიშავა, ეხლა იმ სხვას უნდა მოთხოვო ხო პასუხი, მე ხო არ მომთხოვ პასუხს, მაგრამ ნუ მორალურად მაინც არ ამსიამოვნებს რაღაც ჩემს სიტყვას რომ ასე ძალიან ენდობი რომ არც ამოწმებ და ისე აკეთებ. რატო გავაფუჭო ხო ეს თქო ეგ გრაფხლა პასუხისგებლობა იცი და როგორ სიამოვნებს ეგ იცი რომ აი მასეთ მანდატს გაძლევს ვიღაცა უცხო ადამიანი რომ აი რასაც ეუბნები ყველაფერზე მზადა რომ მის ორგანიზმს გითმობს იქ ინტერვენციისთვის რომ შეიჭრა და რაღაცები აკეთო. ანუ მეტი ნდობა რა გინდა მაქსიმალურად და აი ასე რო უკვე პრობლემას ვერ მაგას არაუპატიურებ რა ანუ ეგ არ გინდა რომ იქ მოისაქმო და ეგ რაღაცებით გააფუჭო რა ეგ საქმე ეგ არ უნდათ არა ეგ ფეხებს გიდა მე რო ვიწყებ ლაპარაკს მეთქი უფასოდ გამოგიშვებ კაცო მეც არ მინდა რომ ერთზე ვიყო ჩამოკიდებული ზოგი შეიძლება გაფუჭდეს ხვალ ზოგი რაღაცა მოდი აბა დამელაპარაკე მანახე მოვიწონოთ ერთმანეთს და რა პრობლემაა ისედაც არ მინდა ის პროცენტი ჩვენთვის დაიტოვე არა ეგ კიდია იმიტომ რომ ეგ არ უნდა რა, უნდა რომ ის 5000 აიღო, უნდა რომ რაღაცა ის 20% აიღო თუ რაღაც აიღო და მე ჩუმად იყავი რა. მე ყველა მაგასთან გავუშვი. მე თუ არ გავუშვები რაღაცა HR-ები და მარკეტინგის თანამშრომლები საქმეებს გაგირჩევენ, რაღაცა ფარმაცევტული კომპანიები საქმეებს გაგირჩევენ, რომ აბა მეგობარო, სად არის? რატო არ იმაშვები? სამუშაო ადგილი არ შემიცვლია, სადაც გავიზარდე, იქ მუშაობ. რატო იცი? ერთი დიალოგი არ მქონია ჩემს დირექციასთან, რომ ჯაბა აი ამდენი ანალიზი მჭირდება. მოდი ჩვენს ლაბორატორიაში ამდენი დანიშნე. ის დანიშნე. ეგ ლაპარაკები რა პრობლემაა, იცი? ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ახე აუცილებლად ვთქვათ, რას ნიშნავს, რომ მე რომ აი ჩვენ სანამ კამერას შევთავაზეთ, ზუსტად ეგ თემა ვახსენე ერთ კითხვას და მოდი აი მაგას გავყვეთ კარგად რა. მოვყვები ისევ რაღაც პატარა ჩემს ისტორიას, რაღაცა პრობლემით მივედი ექიმთან, რაც მოგიყევი და დამინიშნა 7 ანალიზი, ხო? შესაძლოა 7-ვე მე მჭირდებოდა. აბსოლუტურად დასაშვებია, რომ რაღაცა საერთო სტურათი შეექმნა ექიმს, აბსოლუტურად. მაგრამ მე მაინც ეჭვი მქონდა, რომ 7 რა საჭიროა.
იქნებ რაღაც. რატო საერთოდ ხო, ანუ მე არის ხო გადავამოწმებ და ასერჩავ რა რას გიგდებს, როგორ გიგდებს რაღაცა ხო? იქ შემოდის კითხვა, რომ დაზღვევა გაქვთ თუ არ გაქვთ დაზღვევა. ესეც რაღაცა შეიძლება ძალიან ხო, კითხვას გიჩენს რა, იმიტომ რომ დაზღვევა რომ მქონდეს 4 დამინიშნავდი. მაგრამ აი ეხლა შენ ახსენე რომ კლინიკა თხოვს ანალიზების დანიშნულს. ავალებს არის კლინიკები, რომლებიც ავალებენ, რომელსაც ექიმი ჭირდება, ცეხავი კი როცა ხარ და ბიზნეს საქმიანობას არჩევ როგორ იცი რომ მე ვარ ცეხავი კი, გუში მქონდა სახინკლე და მოდი ახლა დღეს სახინკლე გავხსნა, რეანიმაცია თუ რაღაცა საბილიარდო თუ რაღაცა მოლი გავხსნა თუ კლინიკა და მოდი კლინიკა იყოს რა, ფულს დავაწერინებ. და ვიწყებ კლინიკის მშენებლობას. და ვიწყებ ასეთი ცეხავიკი მენტალიტეტით კლინიკის მშენებლობას და იქ ექიმი მე საერთოდ ფეხებზე მკიდია შენ გვანცას ეხა განკურნავ თუ იაფად განკურნავ თუ ძვირად განკურნავ და შენზე პირად ჯაბაზარქუაც მაყოფილი დარჩება თუ თავშიც გვაგიხლია რა. მე მინდა რომ მაქვს კონკრეტული პროდუქტები. ლაბორატორია, ენდოსკოპია, ქირურგები მყავს აგერ რომელიც უნდა ამუშაო და ოპერაციები. და გაიყიდოს. რაღაცა ეს პროდუქტი გამაყიდინე, მაგის ვიჭირდები შენ მე რომ ეს პაციენტი რო გენდობა, მოდი რა ეს დობა გამოიყენე ხა შენ კაი რაღაცა უსაზისხრეს რაღაცას ვამბობ რა. ამაზე ვაპირებ რომ ლიტერატურულ პერსონაჟებად თუ აქციო ეს ხალხი რა, მართლა დამახსოვრებული მყავს ყველა მათგანი და მართლა აი უბრალოდ დრო არა მაქვს მაგისთვის რომ რაღაცა ცოტა პაუზა მაქვს წერლობაში, თორე science fiction-ი კი არა, რამე სხვა ჟანრი, თუნდაც science fiction-ის ჟანრში ჩავსვამ ძალიან დიდი სიამოვნებით ამათ, ანუ იმდენად აი გულს მირევს ეგ გარყვნილება. აი პირა მე როგორ ცვლი ადამიანის იმას, იცი აი მასე ცეხავიკი რო ასაკნებ ექიმებს, მე ეს ექიმები ერთმანეთს ეჯიბრება იმას რამდენი გამოვიდა ის რაღაც ბონუსი გამოვიდა. ამაზე საქმის გაუპატიურება, ეგ არის მასე რო საქმეს აკეთებ, აი არ გიყვარს, აი მაგ საქმეში, აი საჭმელში ისაქმებ და იმას ჭამ მე. ანუ აი ხო და აი სულ ადამიანი გეზიზღებოდეს, საქმე უნდა გიყვარდეს რა. შეიძლება ძალიან მიზანტროპი იყოს ვიღაცა, მაგრამ პროფესიონალი თუ არის, აი საქმეს პროსტო მაგას არ აკადრებს რა, მას ექცევას რა და აი არ უნდა იმასკნა რა. ეგა რომ საქმე მაინც გიყვარდეს, ადამიანი სამშობლო შეიძლება არ გიყვარს რაღაცე, მაგრამ საქმეც თუ არ გიყვარს, იმას საერთოდ ნუაკეთებ, წადი რა, სხვა რამე აკეთე, ძალიან საფრთხე საქმეა და მაგრამ მე რო ვარ ეხა პაციენტი ვარ რა, გვანცა ვარ და მივედი კლინიკაში. მე რა უნდა ვქნა? ვერ გაიგებ, უნდა გაარკვიო ვისთან. ვერ მართლა ვერ გაიგებ. აი მე გადავამოწმო. ბევრი მიფიქრე აი რამე გაიდლაინი რა არის რაღაცა მართლა საფრთხილო რაღაცეები, რაზეც აი ექიმთან უნდა იეჭო. ერთ ისტორიას მოგიყვები რა, აი ძალიან სერიოზული ისტორია. ეხლა გამახსენდა მაგ თემაზე რა. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ჩემი კოლეგა, რომელიც იყო ადრინდელს გიყვები, წლების წინანდელს, ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი მომიყვა ამას რა. ჯაბო აი ერთი წამალი არისო, რომელიც არის აი როგორი კლასიკური წამალი არის. იცი რომ აი დაჟე დოკუმენტებშიც კი წერია აი კონკრეტ კომერციული სახელით, იმდენად basic წამალია და იმდენად აი თელსო გერმანელიც რომ მაგ კომერციული სახელით ნიშნავს და მე ფრანგიც და ასე დაჟე კომერციული სახელით. ნივთიერებას კი არა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი წამალია რა, არცაც ზურადღირებულიც არ არის თან რა და ძალიან ისეთი ფართოდ გამოყენებად. და ამის წარმომადგენელი ვარო რა და მივედიო ამ ექიმთანო, გასტროენტეროლოგთანო რა. უბრალოდ მივედი არც ქრთამს ახლა ფარმაცევტული კომპანია რო დადის იმას არის რომ მაინც ქრთამს გასავს ის ინფორმაციას ხო გებულობ მაგის გარო შემოვიდა ბაზარზე წამალი საიდან უნდა გავიგო მე ხა ან პაციენტისგან გავიგებ შემთხვევით ან ვინმე მოვა და უნდა მითხრა რომ შემოვიდა წამალი და just consider it რაღაცა გაითვალისწინე და იმას კენი რა ხედულობაში კონდეს და მივედი და პროსტა ვეუბნებიო რა ამას რა შემოვიდა რა და აგერ შეხედე ძალიან ტოპ წამალი რაღაცა სოფრა ანუ კითხვა არ არის ხა იცი ხარისხიანია თუ არ არის ხარისხიანია ვიცი გერმანული კომპანიის რაღაც და ესო მისმენს და პირდაპირ მეუბნება რომ შეხედეო იგივე ნივთიერება რომელიღაც ერთ-ერთი ქართული კომპანიის არ დავასახელებ ახლა შეგნებულად. იმიტომ რომ უნდა მიჩივლოს მე მურუსიძის სასამართლოში და აქ მე რო ვერ დავამტკიცებ სიმართლეს ძალიან ნერვები უნდა მოვეშალოს და წესიერი სასამართლო რო გქონდეს დავასახელებდი ძალიან დიდი სიამოვნებით რა. სადაც მეწოდებოდა რომ ჩემს სიმართლეს გავიტან. ხო და ეს ქართული კომპანიო არისო და იმას შვებაო რა თვეშიო 3 თუ 4000 ლარს მაძლევსო რომ მისი პროდუქცია ამოყიდოს იდეაში გამყიდველი ხარ რა ჩემი ფეხები ხარ მაგას რო აკეთებ რა ანუ თან 3-4000 ოღონდ ის რო გაზრდებს და ლამაზ თვალების გამო არ გაძლევს ის გეუბნება რომ ის ალბათ გეუბნება როგორ მინდოდა ისი რომ მაგდონეზე ახლა უბრალოდ იმიჯის ისეთი მაქვს რომ აი მაგდონეზე დიალოგში არც ერთი ფარმაცევტული კომპანია არ შემოდის ნუ იცის რომ ჩემთან მაგას აზრი არ აქვს იმიტომ რომ უარს არის მის აი როგორ მაინტერესებს იცი რა თვითონ იმაში რა უდევს ას კონტრაქტ შეიძლება არ დებენ ასე მაგრამ რა უდევს რომ აი 100 ერთეული დამინიშნე რაღაცა თვეში 500 ეს 700 ეს და ამას მე ამოწმებს ხო რა რაოდენობები რა ჩაულებრივად რა
და ან შენ რამდენს მაძლევო რა? ახლა ერო კარგად ახლა ვაფერს არაფერს რაღაცას გაძლევ, წაბალი შემოვიდა, გეუბნები რომ უბრალოდ ბაზარზე გაჩნდა რა გაძლევ და რამდენს მაძლევო და ასე არის ეს, ანუ რამე ახალი ის რომ გამოჩნდება, სახელმწიფოსაც ეგ მიდგომა, ზოგადად ნებისმიერ კორუფციონერ ადამიანს ეგ მიდგომა, რომ პირველ იმას კი არ უყურებ რაღაც გამოჩნდა, ვა რა მაგარია პაციენტებს კოხორტა მყავს, რომელსაც აქამდე ვერ უყურებდა, აბა დავეხმარ. პირველ კიდევ მე რა ხეირი. ანუ მე რა იმაშვები რა, მე რითი ვიხეირებ ამაში რა და ეგ და ეგ ცუდია რა. ხო და აი მან კორუფციის ანატომია რა. აბსოლუტურად. მან მაგ ერთი კითხვა. ერთი ოკეი, გავიგეთ რაღაცეები, ვიღაცას ფული უყვარს, ვიღაცას ძალიან ბევრი ფული უყვარს და ვიღაცა ვერ ძღება ფულით, მაგრამ მეორე ხილვასები საქართველოში სავარაუდოდ რადგან მე არ ვარ ექიმი, არ არის მაღალი, არის დაბალი. რაც მე მგონია ჩემი ლოგიკური გონებით, რომ არის მაგისი წინაპირობა, რომ მსგავსი რაღაცები მოხდეს ხოლმე. არის და ახსნადია და მეც მაგით ხსნი. ოღონდ არ ვამართლე. არა, გამართლება არ არის. რა წითელი ზღვარი დაუშვათ. გონია რომ მიზეზებინა ვეძებოთ. კი, ის რომ მან ექიმებთან მე როგორ წარმოგიდგენია კომუნიკაცია იმით კი არა რომ და მოდი ციხეში ეხლა 20 100 წელი და იქიდან ვერ გამოხვალ, მასე არა, აზრი არა, ვერ იმასიდან თორე ჰაი ლაპარაკი და ეხლა. იმითი რომ გავიგეთ, რომ აი სადღაც სოფლის ექიმი რო ხარ და ეგ რაღაცა 1000 ლარს რო გიმატებს ფარმაცევტული და ეგ რაღაცა 900 რო გაქვს ისე და იმ რაღაცა 1900 რო გამოგდის ჯამში და რაღაცა ანუ სადღაც რეგიონში ან შეიძლება გეყოს რა რაღაცაზე და რა იმაზე ვლაპარაკობ უძვირეს ქალაქში და ქვეყანაში ვცხოვრობ რა იდეაში რა ხო და გავიგე რომ ამის გამო აკეთებ მაგრამ უყურე ჩემს ნაცნობებთანაც მილაპარაკე მაგ ექიმებთანაც მილაპარაკე ის რომ რაღაცა არასწორად კეთდება ანუ უნდა შეეწინააღმდეგო მაგას რა უნდა ილაპარაკო ამაზე. მე სხვა შორის ფუფუნება რომ აქვს და რომ ვლაპარაკობ ამაზე, რომ მე სოციალური პრობლემები თუნდაც როგორც ექიმს რო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე სხვა ექიმებს, რომელსაც მეტად აზუღებს, ნაკლები სახელი აქვს, ნაკლებად პოპულარულები არიან, ნაკლებ უფრო ჩაგრავს დამსაქმებელი სიტუაცია. ეხა მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და ხვდები რომ მე გამონაკლისი ვარ, ჩემით არ უნდა იმისელო იმაზე რა, ქართულ ჯანდაცვაზე და ამისთვის ხარჯავ ამ იმას რა, ავტორიტეტს რომ ამაში გამოვიყენო რა, რომ მაგეთ რაღაცებზე მე გავაჟღერო საჯაროდ ის თუ ვერ აჟღერებს რა. და რაღაცა როცა არასწორად კეთდება, ხო? ეხლა თავს რომ იქნებდა რომ მეუბნები ამ სამზარეულოში რომ აჰა ჯაბა ასე არა არასწორია. ბიჭო, იმ არასწორობის თანამონაწილე რო ხდები მე. შენ ხო დამნაშავე ხდები. მე ხო ხმას ვერ ამოიღე. რა უნდა ქნა? და მოდი რა გავაპროცე. ხო ხარ უკმაყოფილო შენ, ეს მეორე ქირურგი, ის ქირურგი, ეს ქირურგი, ის ქირურგი, ერთი 20 კაცი ხო ხარ კლინიკაში უკმაყოფილო რომ ხელფასი არა გაქვს, ან ცოტა გაქვს, ან გვიანი გაქვს. მოდი რა გაერთიანდეთ 20 და მივიდეთ რა იმას. თუნდაც მეც მოვალ სულ არა ვარ იმ შენ კლინიკაში, მაგრამ ისე რა აზარტის გამო დაგიდგები გვერდით. მივიდეთ და უთხარი რომ არ მეკუთვნის რა ეს ცოტა მეც ვიმსახურებ რა. და დამსაქმებელმა მაგითხა რომ არ გიმატებს. დამსაქმებელმა ვერ გეტყვის მაგას არ გიმატებს, იმიტომ რომ მედიცინა ექიმ სამედიცინო კადრს ვერ ეტყვის რომ როგორც საბანკო სექტორში მომუშავებს და სხვა რაღაცა დაბალ სამედიცინო პერსონალს, დაბალ რაღაცა დაბალი და მაღალი ცუდი სიტყვა, მაგრამ აი ესეთ პერსონალს რა მოლარე ოპერატორებს და ამებს როგორც აზებენ რომ ისო რა შეუცვლელი კადრი არ არსებობს და სადღაც ხვალ შენაერს 1000 ვიშოვე ამას ვერ გეტყვის ქირურგს და ამას ვერ გეტყვის იმ გასტროენტეროლოგს რომ დეფიციტური საქმეა და მინდა დაასაქმე აბა სხვა თუ არ არსებობს შეუცვლელი კადრი ხვალ იპოვე საიდან იპოვე ერთი საიდან ჩამოიყვან საერთოდ და ვის დაასაქმე ხო ამაშია ქართველი უნდა ქართულენოვანი უნდა იპოვოთ ან ძალიან სპეციფიური საქმეა რა უცხოელი იმერთ კაი მუშას ჩამოიყვანი უცხოელს და ამუშავებ ხო რაღაცა იმაზე ფიზიკური შრომა რო გჭირდება მედი აბა ექიმი დასვი ინდუსი ექიმი როგორ იმასე რაღაცა ქართული რო არის რა ხო და მასე ვერ დაგელაპარაკება შენ თუ გაქვს თავდაჯერება იმისი რომ ეხა მართლა ბალასტი თუ ხარ და არაფერს არ აკეთებ და ტყუილად ხარ ანუ უნდა წახვიდე სახში და დაჯდე სახში რა ეხა მაშინ არაფერი არ გესაქმეო ჯანდაცვის სისტემაში რაღაცას უაკეთებ ოპერაციებს უაკეთებ კონსულტაციებს უწევ პაციენტს წამლებს კონიშტო რაღაცა საქმეს აკეთებ რომელსაც ნებისმიერი ვერ გააკეთებს და მოდი რა და მიდი ახლა 20 კაცი მიდით კლინიკის დირექტორი აი როგორ ვერ შეასრულებს აგერ ნახავ რა აი შენ რამე შეუმნები გაუკეთებია ვინმე მსგავსი რამე რომელი რა ვერ აი ეხლა როგორც შენ ახსენი რომ არა აი არ მსმენი არა იდა ფულზე ლაპარაკი უტყდებათ იმ შემოსავალზე ლაპარაკი უტყდება და უყურე სისტემამ რა ის შეუფარდა ეხა ხო არის ფარისეულობა რა ექიმი არ ფულზე როგორ ლაპარაკო ფულზე არ ვილაპარაკო და აპარინებს და იპარავს და ეგ არ უტყდება და ის რომ დამსაქმებელს უთხრას რომ შემოსავალი მეც ვიმსახურებ და არ მინდა მე ეს კაპიკებზე მუშაობა და 5 თვის დაგვიანებით რომ აძლევ ხელფას არ მინდა ეგ რა მომეცი ხელფასი წესიერად ამის თქმა უტყდება და რო იპარავს არ უტყდება ეგ რანაირი მორალია ანუ ეგ რა არის მაგ ხო არასწორია ცალსახად
ანუ ამას რო ეტყვი, ვინც მასე იქცევა იმასაც რო ეტყვი ამას პირისპირ, ძალიან ისე მეგობრულად, რაღაცა არა განშით. ხო, ყველა დაგვეთანხმება ეხლა მაგრამ რას ვამბობ, ეხლა უეჭველი მართალი არ ორი აზრი მაგაში არ არსებობს, ხო? და გავაერთიანდეთ რა, მაგის იმ დამსაქმებელსაც უთხარი რომ სიტყვაზე ხელფას რო გიგვიანებს, იმიტომ რომ რაღაცა სახელმწიფო იმაზე ხარ, რა ქვია, სახელმწიფო დაფინანსებაზე და სახელმწიფო უგვიანებს თვითონ იმას და რაღაცა, მაგრამ ესეც შენ გიგვიანებს, მაგრამ მოგვარებადია იქ პრობლემა, არ არის მოუგვარებელი პრობლემა. იმიტომ რომ ვიღაც გამორჩეულ ექიმებს მოგვარებადი აქვს იმას, რომ არ ალოდინოს თავისი ჯიბიდან აძლევს და სახელმწიფოსაც მერე ასწორებს ანგარიშს და შენ ფეხებზე კიდე ხარ, იმიტომ რომ არ გაფასებს მასე ძალიანაც და მაგიტომ იმას გიზავ და ეგრანაირად და სადაც უნდა შეუძლია, ხო? ხო და უღრანი ტყე კი არის, მაგრამ გამოსწორებადი ის არის რა, გაკაფუადი ტყე არის რა და ამიტომ უბრალოდ ეს თუ ასე ექიმა არ ილაპარაკა, ახლა უბრალოდ ის არა ნონსენსია რა, ანუ შენ ვერ იქნები ხო ამ თემის ინიციატორი რა, შენ მაქსიმუმ აგერ ვიღაცა ერთი ექიმი დაპატიჟო პოდკასტში და ერთხელ ხო და ამ თემით ხო არ გააგზელებ, ცხოვრებას გააგზელებ შენ საქმიანობას, ხო ხვალდასიგ და ეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რა და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საჯაროდ პირველ რიგში. საჯაროობასგან გაბრკოლებენ ზუსტად აი ეს რაღაცა ეს ფარული ბოსები რომ მოდი რა საჯარო მოდი ჩვენ ერთად და შიგნით დაულაგდეთ რა უნდა დაალაგდე 30 წელია ვერ დაალაგებულა ვერაფერი და პირიქით უარესდება რაღაც სიტუაციები და რაღაცეები არ კეთდება ხო წესიარად და ვერა საჯაროდ უნდა ილაპარაკო იმიტომ რომ ეგ ანუ ამით ვალია ჩვენი რომ პაციენტის დობა დავიბრუნოთ თურქეთში რომ მიდის პაციენტი იმას გერ უნდა ვიეჭვიანოთ რომ თურქეთში რატომ მიდის პაციენტი იმიტომ მიდის რომ ასე მოუწია ბევრი ტყუილად მიდის ბევრს სამწუხაროდ იმის გამო რომ ელემენტარული დობა არა აქვს შენი მილიონები დახარჯა და იქ გაატყავა ექიმმა რაღაცა თვალ უარეს ისტორიაში გაეხვა რატო ხო მაგასაც ხო აქვს მიზეზი რატო ვერ მოიპოვე მის იმ დობა რა იმიტომ რომ ასე ხარ და ჩუმად ხარ და რაღაცა გასწრილი ხარ რაღაცები და ხმამაღლა ლაპარაკი გიტყდება და გერიდება მაგით ვერ მოიპოვე და ვერც მოიპოვებ მე და ჯობა მაგის გარდა ჩემი აზრით მანდ არის ძალიან სერიოზული მე ვუსმენ ვუყურებ ხალხს კომპეტენციის პრობლემა დგას სერიოზული ექიმებში. ვაუ, 100%-ით. დიაგნოზს ვერ სვავენ ექიმები. და დიაგნოზს რო სვავენ, მე ისეთ კურნალობას ნიშნავენ, რომ ადამიანები ყდებიან მაგის გამო. მე ჩემ ოჯახზე გამოვცადე ყველაფერი. ეხლა უბრალოდ არ მაქვს თქვათ ნებართვა აღებული მინიმუმ ბაბუა ჩემისგან რომ მსგავს რაღაცაზე ვილაპარაკო და არ ვიცი აი ყველაზე მშვიდი კონკრეტულ кейსზე არც აქვს ხო ანუ ყველაზე მშვიდი სახე რაც შემიძლია მივიღო და ისე ვილაპარაკო ისე ვიტყვი მაგრამ კონკრეტულ кейსზე ხო არა დაინიშნა კურნალობა რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა ისე რომ არ გაითვალისწინა ექიმმა ძალიან ბევრი და რაღაც ზოგადად არასწორი მკურნალობის და არასწორი დიაგნოსტიკის კონტექსტში რა. კომპეტენციის პრობლემაა. მე კიდე უფრო ღრმად დავაყენებდი ამ საკითხს. მე დავაყენებდი უნივერსიტეტის დონეზე საკითხს, რომ სასწავლებლების დონეზე საკითხს, რომ განათლება არის, ანუ არ ვიცი სად. გეტყვი მაგას რა. განათლება არის ამის სად, იმიტომ კი არა, რომ უვარგისი ხალხი ვართ. აქვე ვიტყვი ბარემ ორი სიტყვით რომ აი ზუსტად ამ თემებზე სალაპარაკოთ დავიწყე ჩემი პოდკასტების სერია რომელიც რაღაცა ერთ-ორ კვირაში უკვე სარამეს გაიშვება მოკლედ უკვე ეგეც გაშვებული იქნება დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტი ერქმევა რა სადაც მოვიწვიე ორი სტუდენტი და აი რომ ნახო მათი გზას აი მან მიხვდები სადაა პრობლემა რა ანუ ერთი სტუდენტი ძალიან ნათელი გონების და ძალიან კაი ტიპი პირდაპირ მიყვება აი როგორ და მეც მასე ვიყავი ანუ უნივერსიტეტ რო დავამთავრე, სამედიცინო უნივერსიტეტს რო დავამთავრე, აი როგორი თავდაჯერებული უნდა იყოს, იცი რა, აი თავდაჯერება უნდა იყოს აი სადღაც გასროლი, რომ ძალიან ჭკვიანი ტიპი ხარ, ძალიან ბევრი რამე გადალახე და არ გეშინე, იმიტომ ძალიან საშარო საქმეში შედიხარ და მაქედან გიმუშავებს, კი არ თრგუნავს უნივერსიტეტი თავდაჯერებას გიმუშავებს რა. სირთულეების გადალახვას გაჩვევს ეგრევე ბავშვობის ასაკიდანვე რა. და ჩვენ უნივერსიტეტში გაჩვევდნენ ეს ბიჭის იგივეს მიყვება და ჩემი სტუდენტობა მახსენდებოდა. ტესტების დაზეპირებას და რაღაცა ანუ მექანიკურ საქმეს გაჩვევს. ანუ ეგ რო წარმატებული იყო ვაფშე არაფერი ბარა აქვს რა მან წარმატებას თბილისის სიტუაციის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ანუ უნდა იზუთხო ტესტები და მართლა მქონდა მეც ჩემთავ დაკითხო ნეტა ჭკვიანი ვარ ჯაბა სამაგისოთ რომ ანუ ეს რასაც ვაკეთებ ესა მარტივი და ვიცი რომ არ უნდა იყოს მარტივი. ანუ არ უნდა იყოს რა მარტივი მედიცინის სწავლა უნდა იყოს რთული. მაგრამ როგორც მასწავლიან ეგ რაღაცნაირად მემარტივება და ხვდები თან იმასაც ხვდებოდი რომ აშკარად ჩემში არა უნდერკინდი არა ვარ ხო მართლა რთული რაღაცეები იყოს და ყველაფერს მარტივად გავდივარ. აი დებილურ საქმეში გწვნიან რა რომ მექანისტურ რაღაცეებს გასწავლიან რა. და ეს ბიჭიც მიყვება და ამ ისტორიას და ის თქვენიო რა და როგორ მიხარიო ისე დავანებეო თავი კურნალის მიყვება იმისა რომ ოჯახი ექიმები და რაღაცა. ხო დავანებეო თავი ჯანდაცვაში ოღონდ სხვა იმაშია და
გავცოთ თავი ვიგრძენიო სტუდენტად რომ რაღაც ტასკი რომ მომცესო, პრეზენტაცია გავაკეთეო, იქ რაღაცეები ვქენიო, ონლაინ რო ნახე ატურთულები რო რაღაცა ელემენტარული სტუდენტად გამისწორდაო და ამით მუღამში ვიყავიო და მართლა მასე მეც რო ანუ ოფიციალურმა საგანმანათლებლო სისტემამ არაფერი ეგ თავ კომპლექსი გამიჭირა რომ ნეტა ვარ თუ არა საკმარისი და ჭკვიანი, იმიტომ რომ არ გამომიცდია ჩემი ჭკუა არაფერი ტესტების დაძებირებაში ხა შენც და დებილიც და ყველა ერთნაირია, ყველა დაიზუთხავს რა იმ ტესტებს რა, ანუ მანდ ვერ ავლენ რა შენ თავს. და უცებ რომ დავიწყე ჩემი წიგნების კითხვა და რაღაცა სადაც მივედი და დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი რაღაცეების სწავლა პარალელურად ამ ოფიციალური საგანმანათლებლო სისტემის პარალელურად, აი მანდ მივხვდი რომ ვა თურმე ტვინი მქონია, თურმე რაღაცა ანა თურმე საქმე მიყვარს რაღაცეები, თურმე ბევრი რაღაცეები მერე გამოჩნდა რა. გადებილებს მართლა აქაური უნივერსიტეტი. კატასტროფაა რა, ანუ გასწავლის მე რო გავყოლოდი ეს რაღაც რეზიდენტურა ქვია, აი რო ამთავრებ უნივერსიტეტს, მე უნდა გაიარო რამდენიმე წელი სწავლება, რომ ექიმის ლიცენზია აიღო, ანუ ასე ეგრევე პაციენტთა ვერ მეხვალ რა. და ეგ უნდა იყოს წესით როგორი გადამწყვეტი ეტაპი შენს კარიერულ ცხოვრებაში, იცი რა, აი რეზიდენტურა უნდა იყოს უმძიმესი და ისე რა, უკვე ექიმი ხარ, ოღონდ სხვების მეთვალყურეობის ქვეშ და მალე მარტო უნდა იცურო რა, უნდა გაგიშვან, აი ეგ ეტაპია რა შენ ცხოვრებაში, უკვე სამეცნიერო გაწყვეტილებას იღებ, ოღონდ შენი უფროსების იმაში რა მეთვალყურეობით რა, ეგაა რეზიდენტი რა. აქ რეზიდენტურაში მე არა და ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მთხოვდა ოფიციალურად სახელმწიფო. ეხა პროფესიაში ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ მაგას მე ხელს არ მოვაწერი რა, მაჩანჩალა ვიღაცა უფხო ტიპი, რაღაცა სადღაც ეგდოს და დაობდეს, მაგეთი ვერ ვიქნებოდი ფიზიკურად, სხვა ენერგია მაქვს და რაღაც სხვა საქმეს გავაკეთებდი ალბათ რა, სამედიცინოს თუ არასამედიცინოს. მაგრამ და მაგიტომ აი მაგ პერიოდში აი ჩემი სადაც ეხა უმუშაობ იქ მივედი, იქ ვნახე რომ ვა თურმე წიგნების კითხვას აზრი აქვს, თურმე რაღაცებს არჩევენ, რაღაცა თემები არის, რომ იქ რომ მივედი, ახეთ უყურებ კონტრასტს ხედავთ არა, ოფიციალურად სადაც სწავლა გიწევს, სადაც ფულს იხდის სწავლაში რა. იქ მიდიხარ, ხვდება რაღაცა ლექტორს ის აქ პაციენტი არ აღავს, რაღაც სოფლიო სპორტი გადაშლილი კითხვა, სიგარეტს ეწე რა, მოძონძილი სიტუაცია ხდება, ვაფშე არ გინდა რომ ეგ, ანუ მიდიხარ ვიღაცასა და არ გინდა რომ ეგ იყო რა, ანუ ეგ რო გავხდე რომ ამომწვარი ხალათით ვიჯდე, უსაქმურად და ლელო მქონდეს გაშლილი და რა ტოტალიზატორის რაღაცებს ვარ, აი არ მინდა მაგეთი კარიერა მეთქი რა, ეგ რომ და იმას ხედავ და აქეთ ხედავ შენიც სადაც ჩალიჩობ და იქ არაფერი ოფიციალური არ არის რა, და სადაც ამის გვერდის ავლით რა, აქ ვარღვევ. იქ მორიგებული ვიყავ, მდივნები ვინც არიან, მეთი ფულს ვიხდი, არაფერს არ ვაგვიანებ, არაფერს რომ გამოცებსაც ჩავაბარებ, შენ პრობლემა არ შეგექმნათ, არ უჩვენ, ოღონდ ზედმეს ეხა იარი და რაღაცებს ნუ მომთხოვ მეთქი რა, დავდივარ ჩემს განათლებას ვიყებ მართლა. და თან თუ მომთხოვთ მეთქი იარი, მეც მოგთხოვ მაშინ მასწავლე და ვერ შეასრულებ, ხო იცი და შენთვის მე ჩემთვის რა, აქ მინდა პროსტა რომ ლიცენზია ავიღო და გამოცდაზე გასვლის უფლება მქონდეს მაგისთვის. ასე აკეთებს დღეს ყველა. ეხლა ნონსენსია, მაგას მე უცხოელს ვერ ვუხსი. ერთხელ ცადე ამ ტექსტის ინგლისურად ლაპარაკი, ისეთი უაზრობა გამომივიდა, რომ თვითონ შიდა არ სოფლიო და ოფიციალურად გადიხარ სა ტრეინინგის, გადიხარ სახელმწიფოს. იქ პროსტა დადიხარ, არაფერს არ აკეთებ. შენ თუ ვიღაცა რაღაცა კერძო კლინიკაში დადიხარ, იქ იღებ განათლებას, სულ არ ევალება იმას და ის აქეთ გაძლევს ფულს შრომაში და შენ ამ ფულს ვისაც უხდი, ის არაფერს არ გაძლევს. რანაირი დღის წესრიგია. ხო, მაგრამ ეხლა ნახე, შენ თავზე აიღე ვალდებულება, რომ ოკეი, მე აქ არ ვივლი, თუ ვივლი თუ როგორც და ესე იყოს, მაგრამ შენით მოძებნეს ხვაგზა განვითარების. და მოდი, რამდენია ეხა ისეთი, რომელიც ამბობს არ ეძებს. არ აიღებს და დაკმაყოფილდება იმას და იქნება მაჩანჩალო, იქნება ისეთი кейსი, რაც აი შენ მომიყევი ხა და როგორც მილიონია და დაკარგავს დობას პაციენტის და მაგის გამო მეც დავკარგავ დობას და მაგაზე მეშლება ნერვები, რომ ანუ დობა კიდე მარტივი თქმალია, ლაპარაკი, ხო, ანუ სიგიჟია მართლა გეუბნები, ანუ აი ძალიან ემოციური განათლებას ვინმე, ექიმის განათლებას არ უნდა ამოწმებდეს არავინ, შემოწმებელიც არ არსებობს. ლიცენზია რომ მომეცი ხა შენ მე გასტროენტეროლოგის, ჯერ ერთი სახელმწიფომ რო გასტროენტეროლოგის ლიცენზია მომცა, მეორე დღეს მე პაციენტებს მიღება არ დამწყებ, იმიტომ რომ ჩემ თავს დაუწესელი, იმიტომ რომ მეთქი არ ვიცი ეს არა გასტროენტეროლოგია როგორც ვიცი და სანამ იქ ინგლისში არ წავედი, ერთხელ იქით გერმანიაში არ წავედი და ჩემი ხარჯები სულაც ჩემი კლინიკის დახმარებით რა, არაფერს რო არ ევალებოდათ ისეთი ანუ სავალდებულო არ იყო, ეგ იყო ნებაყოფლობით, რასაც გიყვები რა, ჩემო არ მექნა იქ რა და დამეწყო პაციენტის მიღება გასტროენტეროლოგის რომ აზი არ ვიყავ. საერთოდ რაც ოდნავ მომწეს ეგ არ იყო საკმარისი და სანამ ეს თავდაჯერება ასე არ გამოვიმუშავე რომ რაღაცა მეთქი შევა რა ეხა შემიძლია რომ გავეკარო ადამიანს, თორე ის ოფიციალურად ნებართვა მქონდა და რო გაძლევს სახელმწიფო ლიცენზიას. ლიცენზია ჩვენი საქმიანობა ხო არის ლიცენზირებული ასე შენ ხო ვერ გახდები ექიმი ხა ხო თუ რაღაც საბუთებს არ აიღებ ხო? ამ ლიცენზიას ეხლა პაციენტს ხო ატყუებ ეხლა რაღაცა ფასი უნდა იდო შენ რომ მეუბნები რომ გვანცას რომ ეუბნები რომ მიდი ჯაბა ზარხვასთან ეს არის გასტროენტეროლოგი. ეს გვანცა ეხლა თავის მოიაზრო გასტროენტეროლოგი ესე იგი ნიშნავს ეს ამას რომ იცის ეს არის ეს არ არის ჩხიბავი არ არის ხომ რაღაცეებს მოიაზრებ რა რახან ექიმს მარქვევ. პატიოსნად რომ დამარხვა რომ ჩხიბავი ვარ ხო
შენც უფრო დაცული იქნება, კაცო, არ მოხვალ ჩემთან როგორც ექიმთან და უფრო გადაირჩენ თავს და ვერ დაგაზიანებ რა, იმიტომ რომ ეხლა ჭხიბავს თუ ენდობი, რავი, შენ პასუხისგებლობა ხარ, რას მიდიოდი ხო, რა გინდა, მოგატყვე, ვიღაცასთან მიდიხარ, ეხლა რაღაც შეელოცვებით ჩაგიტარა და ვერ განკურნა, კი ბო შეელოცვებით, ნუ რავი, it's okay რა, ვერ განკურნა, მაგრამ შენ რა ხა ექიმთან მოდიხარ და მეხვდები შეელოცვებს გიტარებ, ეგ მანდ ირევა უკვე სურათი და მანდ იკარგება ნდობა. ეგ არ შეიძლება და ლიცენზიას რომ აძლევს თქვა ეგ გამიწყდა აზრი. მაგ მე მამოწმებს, ეხლა მე რო სიტყვაზე ხვალ წავიდე და მოვინდომო დურგლობა ან რაღაცა სხვა საქმე ვაკეთო რა. საერთოდ გადავიკარგო იმიდან სამედიცინო ცხოვრებიდან 5 წლის მერე რომ მომინდეს ისე რა რაღაცა მომინატრა პაციენტების მიღება რა და ისევ რომ დავიწყო და ვინმე დამსაქმებელი ვიპოვო არა პატიოსანი ხა პატიოსანი დამსაქმებელი გეტყვის რომ რა 5 წელი წიგნი არ წაგიკითხავ რა პაციენტი ხა დაგავიწყდა უკვე და წადი რაღაცა ცოტა მოდი აზზე და მე ისე მოდი ისე იმუშავა ვინმე სხვა რა ჩემი კლინიკა რო გავხსნა თუნდაც და დაუჯდე და ვიმუშაო კაიმეს კაბინეტის პოვნას რა უნდა სისტემა არ გეკითხება არაფერს რომ ჯაბა ჯიგარო სად იყავი ეს ცოტა ისე უგახნეტა ისე ვიცი იმიტომ რომ თავიდან როცა შეგამოწვა მაშინაც ხო ვერ შეგამოწვა წესიერად ნაგავი ცოდნა მოგცა რა და ნაგავი გამოცდა ჩაგიტარა ეგ არაფრის ცოდნას არ ამოწმებს რა და ეხლა კიდევ საერთოდ მე მაგასაც აღარ გეკითხება მე ხელახლა რომ საერთოდ ინარჩუნებდა როგორ არაფერზე არ კიდია პაციენტის ბედი იცი აი მართლა ჯანდაცვაში სისტემაში რო ვარ და ექიმი რო ვარ თუნდაც იმითი ვარ ბედნიერი რომ შინაურს ახლობელს ჩემს პაციენტსაც ამაში ვთვლი რა რომ ჩემი პაციენტი რომ მოდის და რომ მეუბნება რომ ამასთან ვიყავი, შემიძლია უთხრა რომ აი ეგ აფერისტია რა. ვიცი რა, რაც ისწავლა, ერთად ვისწავლეთ, არ მეხვიდე რა, მოდი მიდი ამასთან. იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არა აფერისტი და ის არის აფერისტი რა. ხო, მაგრამ შენაირი და შენ ხო ვერ მიხვდები ამას და ხო მაგას ვამბობ, შენ ხო ვერ მიხვდები მაგას, მანიპულირებას რა უნდა დაავადებული ადამიანი. ხო ეხა ადვილად მანიპულირებადია დაავადებული, სიმპტომები აქვს, პრობლემები აქვს, რაღაცეები და ადვილი არა მოტყუების ადმენ, ხო რა, ხა მაგიტომ არის ეს სფერო ძალიან სახიფათო რა. შარლატანი თუ შეეპარა აქ მით უმეტეს რაღაცა სკილებიც თუ აქვს რა, აფერისტობის და რაღაც შარლატანი, რაღაცა საშინელებებს შეიძლება დამართოს რა და იქ პაციენტი კიდია მარტო სისტემას. სისტემამ რო ვიცის რომ შენ რომ მემარქმევ პროფესორს, ექიმს, რაღაცას, ეს რამეს უნდა ნიშნავდეს ეს ცნებები. ეს თუ არაფერს არ ნიშნავდა, დებილობა გამოდის მაშინ რა ვისთან მოდიხარ, ხო? ექიმი დამარხვა და არანაირი ექიმი ვარ, თუ ცოდნას არ მიმოწმებს, არა და თუ ექიმობა რამეს არ ნიშნავს. რა პრობლემაა. ჩვენ ესეთი საკითხი გვაქვს ერთი წამოჭრილი, რომელიც მინდა რომ განვიხილოთ, ავიღოთ დაავადება და განვიხილოთ როგორ ხდება საქართველოში მკურნალობა და მართვა და განვიხილოთ როგორ ხდება ევროპაში მაგალითად მართვა, ხო? შენი სფეროდან ავიღოთ. კი, ჩემიდან ავიღებ რომელიმე და შევადაროთ რა, ანუ რო ვიცოდეთ, შეიძლება რასაც დაასახელებს, ეგეთი მოყოლებელი გვყავდეს. უეჭველი. ხო, დარწმუნებული ვარ, რომ აი მაგალითად აი ნაცვალსანთებითი დაავადების მქონე პაციენტები, კრონის და კოლიტის მქონე პაციენტები დარწმუნებული ვარ უყურებენ ხა ამ ჩემს გამოსვლას და ძალიან მიხარია რომ აი მათი სათქმელის გამჟღერებელი რო ვარ, მათი და კიდევ სხვა პაციენტთა ჯგუფების, რომლებიც მინდა რომ დაორგანიზდნენ, მე მაქვს აქტიური პაციენტების იმედი რა, რომ რაღაცებს შეცვლე. ექიმებს იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩუმია, კონფორმისტია, თბილად არის, ფული აქვს, ნაშოვნი რაღაცა და კიდია რა, დაუტკივარ თავს არ იტკიებს, მართლა ბევრი არა ვართ, ვინც აუტკივარ თავს ვიტკიებს რა იდეაში რა. და მაგრამ არც ისე ცოტანი ვართ რა. და პაციენტის მისი პრობლემაა, შენ რო დაავადება გაქვს, შენ ხარ რა, ყველა ჩემზე მეტად მოტივირებული შენ ხარ, რომ კარგად იყო, ხო? ეხლა მე არ მაქვს ეგ დაავადება, შენ გააქვს ეგ დაავადება, ხო? მაგალითად, აი ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტი. აი ინგლისში ვთქვა, ან გერმანიაში, როცა ექიმთან მიდის. პირველი ის, რომ როცა აი მაგაცა სისხლიანი დიარეა შენიშნა, რაღაცა მუცელი ტკივა, რაღაცა წონის უმიზეზო კლება აქვს და რაღაცა კვირები გრძელდება ეს სიმპტომები რა. პირველ რიგში მიდის ოჯახის ექიმთან. აქ უკვე განსხვავება. ოჯახის ექიმი საქართველოში ხდება, ანუ საერთოდ აი ხდება მდივნის ფუნქციის შემსრულებელი. ის არაფერ ფუნქციას პირიქით ეუბნება, აი არაფერი კაცო რაღაცა ურჩევს საშინელებას დატოვებს სახში რა. იქ რომ მიდის ოჯახის ექიმთან მე რა ვთქვა რომ ყველა არ არის ეგრე. არ არის ყველა კი არა, პიროვნულად საერთოდ არ არის, მე მქონე ოჯახის ექიმი, უბრალოდ სისტემა არ აძლევს მაგათ საშუალებას რომ მეტიქნას. თორე პიროვნულად კი არ არიან მასტები, ძალიან ბრწყინვალე გონების პატრონები არიან, რომელსაც სისტემა იყენებს დივნებს. კი, მე მყოლია პირადი ოჯახის ექიმი, მაღაზე მეშლება ნერვები რა. მე კი და მაღაზე მეშლება ნერვები რომ ხედავ რომ რესურსი გვაქვს, ოღონდ არ ვიყენებთ ამ რესურსს რა. და დივანს რო გარკვევ და მდივნად რო გიყენებ, მე სხვა პატივისცემით არ გეპყრობა პაციენტი და იმის დობასაც გიკარგავ რა და არ შეიძლება ასე იყენ მექანიკური რაღაცეების რა და ოჯახის ექიმებზე უნდა იდგეს რა ჯანდაცვის სისტემა რა ყველგან. იქ რომ მიდის ამ ოჯახის ექიმთან, ოჯახის ექიმი რო ხედავს რედ ფლეგებს და რო ეჭვობს რომ რაღაცა ისეთია რა, ცოტა სპეციფიური ეჭვი აქვს კრონზე ან კოლიტზე. გაუშვებს ეგრევე გასტროენტეროლოგთან სპეციალიზებულ კლინიკაში.
სპეციალიზებულ კლინიკაში გაუშვებს და იმას რო ვიძახი, ეს იგულისხმება, რომ შენ აფერ ფულის გადახდა არ გიწევს. დაზღვევა. ფული არის. შენ უკვე იმისი არ შეგეშინდა, რომ ოჯახში შენ ოღონდ მიდი რა ექიმთან რა. ეხლა სახში თუ დაჯექი, ასე არაქეთ არავინ არ მოვა, მაგრამ ოღონდ მიდი იქ ექიმთან და ფული არის. დაზღვევა ხო იხდიან. აბა რა, ყველას დაზღვეულია რა. ინგლისში მაგეთი სისტემა არის, რომ ყველას დაზღვეული. გერმანიაში იხდიან ცალკე დაზღვევისთვის, მაგრამ ინგლისში ყველა გადასახადებს, რასაც იხდის, გადასახადებიდან ფინანსდება მერე ჯანდაცვა რა. სხვანაირი მოდელია. მაგრამ არის რა ეგ ფული. ფული რო არის და იქ გაწერილია არსებობს პროტოკოლი, რომელიც ეუბნება იმ ოჯახის ექიმს, რომ სისხლიანი დიარეა, წონის უმიზეზო კლება, რაღაცა მიდი. გადაამისამართე ახლა ცოტა სპეციალიზებულ კლინიკაში, რომ შეიძლება რაღაცა ჭირდეს, ან კიბო, ან რაღაცა ნაწლავების ანთებითი დაავადება. მე მიდის ამ სპეციალიზებულ კლინიკაში. უტარდება ეგ სპეციალურ კლინიკაში კვლევები რა. კვლევები უტარდება, რა თქმა უნდა, მან თანხებს არაერთხელ ვახსენებ რა. საქართველოში რომ მოდის, ოჯახის ექიმს ტოვებს, სკიპავს, ეგრევე რეკავს, რომ აბა ვისთან მოვიდე, ვინა მაგარი გასტროენტეროლოგი, ან კითხულობს Facebook-ზე, ან იმასთან მიდის და მე მიდის ამ გასტროენტეროლოგთან ვისთანაც არ. თუ დაზღვევა აქვს, თუ დაზღვევა აქვს, დაზღვევის რაღაცა ამისამართებს დაზღვევა, თავიდან მაინც ცოტა რაღაცაში შეიძლება წაეხმაროს, მართლა იმ ვიზიტის რაღაცა 100 ლარი დაუფინანსოს ნაწილობრივ მაინც, მაგრამ მე უყურე ხალხ დაზღვევების აწყდება რა აქ ისა რა. და მივიდა ამ ექიმთან. საქართველოში ასე თავისით მივიდა ამ გასტროენტეროლოგთან, თვითონ აარჩია. იქ მასე არ არის ხა იქ რო დაზღვევა გიშვებს, რომ შენი უბნის მიხედვით ახლა რაღაცა ნორს ლონდონში თუ ცხოვრობ, იმაში რაღაცა სპეციალიზებული კლინიკა რაც აქვს, სახელმწიფოს, აი იქ გიშვებს, რომ აგერ იქ არის ვიღაცა ჯაბას არ ყვა, მაგარი ექიმი და იმასთან მიდიო რა. იქ ახლა ბევრი არჩევანის უფლება, მასე არ აქვს არჩევანი თუ გაქვს, იხადე ჯიბიდან მაშინ ბევრი 1000 ფუნტი ახლა მაგდენი არ აქვს, მაგრამ ენდობი იქ სახელმწიფო იცი რომ დებილთან არ გიშვებს რა, იქ გიშვებს მართლა ჭკვიან ექიმთან. რომ მიდის ახლა ეს აქ ექიმთან და ეს ჩვენთან რომ მოდის ექიმთან. აქ უკვე ჯერ კაი ჯანდაბას დაზღვეულია დავუშვათ საქართველოში პაციენტი და ჯანდაბას ჯერ ფულზე დიდად არ ფიქრობს რა. მაგრამ ფულზე ფიქრს აიდან იწყებს ახლა განახებ რა. უგეგმავთ კვლევებს, ხო? კვლევებს უგეგმავთ იქ მასია რომ სადაც მიდის სპეციალიზებულ კლინიკაში. კვლევები როგორც წესი ერთ კლინიკაში ტარდება. რაიმე სპეციფიური კვლევა, ერთ კლინიკაში ლაბორატორია შეიძლება სხვაგან იგზავნებოდეს ის რომ პაციენტი არ იგზავნება რა სხვაგან. სისხლი გროვდება, განავალი გროვდება, ენდოსკოპია იკეთება, ანუ მე თუ იქ გეუბნები რომ მე ვარ კრონის და კოლიტის ექიმი, ეს ნიშნავს რომ ჩემი კლინიკა გთავაზობს ამ სერვისს, ამის ექთნები მყავს, ამის რამე დაგაწვენ ჩემთან, რამე კოლონოსკოპიას კეთდება, გასაო ბიოფსიები კეთდება, მაგნიტურ რეზონანსს კვლევა, ყველაფერი მაქვს ამისთვის. იმისთვის რომ ჩემგან მოდი ერთ კლინიკაში და მე გაგიშვი სხვა და მასე არ ხდება. საქართველოში რომ მოდიხარ ჩემთან, ასე არ კეთდება ხა ყველაფერი ჩვენ კლინიკაში. ხო, გაფანტულები ვართ ექიმი. ჩემ კლინიკაში რაღაცა კვლევებს ვიგებავ, იმ კვლევებს ჩემ კლინიკაში ან დაუფინანსებს დაზღვევა ან არა, იმას კონტრაქტივ რა კლინიკასთან ზაგი უნდა გაიგეთოს, იქ ან გაუკეთებს ხარისხიანად ან არა. მე იქ კოლონოსკოპია, იქ უნდა გაუშვა, ეს მორფოლოგია, იქ უნდა გაუშვა, ეს იქ უნდა გაუშვა, მაგრამ ანუ რაღაცნაირად უკვე პაციენტი თვითონ დადის თან. თვითონ დადის რა პრობლემაა, წარმოიდგინე, გაქვს სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, შენი გაგჭიროებია რომ რაღაცეებზე ფიქრობ, ცუდი ფიქრები გაქონებაში, რაღაცა ხარ და ეხა ამის მენეჯმენტი კიდევ ზემოდან დამატებული რომ დრო და დროს საერთოდ პატივს არავინ არ ცემს რა დრო დაავადებული ხარ და იყავი ხარჯე დრო რამდენიც გინდა და იქ არა იქ ბარემ მიდიხარ და თუ გიწევ დახმარებას ნაწლავების ანთებითი დაავადების იმაში ჩემ კლინიკაში გეკეთდება ყველაფერი რა შენ წასვლა არ გიწევს შენ სისხლს შეიძლება ვაგზავნიდე სადმე მაგრამ შენ არ გიწევს რა წასვლა არის თუ კიდევ ერთხელ ახლა რაღაც სპეციფიურ რაღაც თუ ხდება მილიონში ერთზე მაგაზე არ ვილაპარაკობ გამონაკლისებს ამის მერე რა ხდება ახლა დავსვით დაუშვათ დიაგნოზი აბა თუ კარგად აქაც დავსვით დიაგნოზი იქაც დავსვით დიაგნოზი ამის მერე უკვე უყურეს ადეყოფა იქ ექიმი უკვე გიწყებს ლაპარაკს მკურნალობებს და მკურნალობებს გიწყებს ლაპარაკს არა იმაზე რაც იაფიანია და რაც ყველაზე ხელმისაწვდომია არამედ აი საუკეთესო რაც არის რა არჩევანი იაფეს როგორ არ აქვს მნიშვნელობა ხარჩეფექტურობაც გზა ლარი როგირდეს ყველაფერი სხვანაირი იქნებოდა მედიცინა და მაგრამ არ ღირს ლარი ყველაფერი და ამიტომ არის სხვანაირი რა ეს შეზღუდული რესურსები რა ხარ არის ერთხლის სხვანაირი მაგრამ იქ იწყებს აი ეგრე რომ მაგალითად აი ბიოლოგიური აგენტი თუ ხედავს რომ მძიმე დაავადება გაქვს გეუბნება რომ მოდი რა ეხლა მესალაზინებზე რაღაცა პრედნიზოლონზე აზატიოპრინზე მოდი ამებზე დრო არ დავხარჯოთ დავიწყოთ პირდაპირ აი ინფლიქსიმაბის გადასხვები რა ან თუ გინდა აირჩია ადალიმუმაბის გადასხვები და პაციენტს როგორ ეგ პირველად ვიყავი ეს შოკში როცა ვნახე აი თუნდაც ინგლისში და გერმანიაში ეგ რაღაცა რომ პაციენტის ავტონომიურობის დაფასება მაგდონეზე რო არჩევინებ პაციენტს რომ ასე მენიუსავით ექიმი ჩამოურაკრაკებს რომ ამაზე ველი რომ მოდი შენ ორსულობას აპირებ თუ რაღაცა სქესობრივი ფუნქცია როგორ გაქვს თუ რაღაცა თუ იქი თუ აქეთ როგორ გადასხმა გირჩევნია იქნებ ნემსი იქნებ აბები რაღაცა და
ანუ რა კაია, მეთქი ყველაფრის ისაკეთ და თან რა საინტერესოა მეცინა, რომ ეხა იმის სურვილი გაითვალისწინე, რაღაცეებზე ცოტა წაუქეძე, რომ ესა დებილობა არა არჩიოს ხა და რაღაცა იმას არ ხანს, რაღაცეები შენ იმას კენი, ანუ მანდატორული ასე ბრძანებებს არ აძლევ პაციენტს, რომ დავაი დროზე იხა გააკეთე ეს რა. აქ სადამ მაგის საშუალება აქ რომ მოდის, უკვე დაზღვევა იმ რთულ advanced თერაპიებს რაც არის. იმას როგორც წესი დაზღვევა, კერძო დაზღვევა, სახელმწიფო დაზღვევა არ არსებულია მაგ ამბავზე. არაფერი სახელმწიფო პროგრამა ამ დაავადებაზე არ არსებობს, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ. და კერძო დაზღვევა რაც არის, ძალიან ცოტა დაზღვევაა, რომელიც აი advanced თერაპიებს უფინანსებს პაციენტს, უმეტესობა პაციენტი იფინანსებს თავისი ჯიბიდან. ეხლა თავისი ჯიბიდან რო იფინანსებს, უკვე მე სხვანაირი იმაში ვარ, ასე ვერა ვარ, რომ ჩამოგიშალო მენიუ და ვარჩიო. ეხლა ერთად უნდა ვარჩიო, ოღონდ უყურებ მე აქ როგორი პოზიცია მაქვს, ის კი არა რომ რა ქვია, გვანცა ადალიუმაბი, ინფლიქსიმაბი, ვედოლიზუმაბი. სამი ოპშენი გვაქვს, მოდი ავარჩიოთ ეხლა აქედან რა. მე ამას ვეფრობი, შენ ამას და რაღაცა ეს პრო ეს კონტრა და მოდი გავარჩიოთ. აქ სხვანაირად ვამბობ. აქ ვეუბნებ პაციენტს, რომ აი ია პირველი რის მკურნალობა ძალიან იაფია მკურნალობა შეგვიძლია დავნიშნოთ. თუ შენ თვითონ არ გეიმედება მკურნალობას, ახლა რაც არ მოწონს, მასე ხო არ უმალო პაციენტს რომ ეუბნები გულწრფელად რომ არ მომწონს რა, ამას რომ შევ დავნიშნავ გაჭირვების ამბავში რომ რამე დავნიშნო, თორე ამას არ და ინგლისელი ექიმი რო ვიყო, ახლა ამაზე ვაფშე არ დაგელაპარაკებოდი და აი რაზეც მინდა ლაპარაკი, ეგ არ ვიცი, არავინ არ დაგიფინანსებს. ეხლა არავინ არ დაგიფინანსებს, როგორი ამბავია რომ ან ფულს ვიშოვი და მე მაქვს ჯაბა ექიმო ეს ფული და ეს რაღაცა ინფლიქსიმაბის ფული რომ დავაორგანიზო და ვიშოვი და გადავისხამ, ან არა მაქვს. ეხლა ეგ რა საზღარის ალაპარაკოა ხო, ეხლა ძიმე სიმპტომები გაქვს. დღეში 10 ჯერ გადიხარ ტუალეტში. სიზაღა ეხლა კიდევ ვიფიქრე ფულზე. ეხლა რო ექიმი გეუბნება რომ რაღაცა ან შემილია ეს რაღაცა, ეხლა ლარიანი წამალს მართლა იშოვი რაღაცას, მაგრამ გეუბნები მართლა გულწრფელად რომ არა რა, არ მომწონს. ამას არ დაგინიშნავდი ცივილიზებულად. წაკითხული მაქვს და ვიცი რომ ეს არ უნდა დავნიშნო ასე დროს. ამას დავნიშნავდი 20 წლის წინ რო ვიყო. აი ახლა რო ცუდ მდგომარეობაში ვარ ხო, მეც და პაციენტიც აი რა ისეთი საზღარი დიალოგია ხო, აი უხერხულია უფრო ნერვების მომშლელი რა, რომ იცი რა მკურნალობა დაუნიშნო, ისიც იცი რომ რაღაცა მილიარდიანი მკურნალობა არ არის და რაღაცა სასწაულის ისეთი ტოპ მკურნალობაც რომ გუშინ წინ გამოიგონეს, მაგეთიც არ არის. მაგეთების ოკეი კაცო, მაგაზე მე ჩემს თავთან შეთანხმებული ვარ, მართლა რაღაცას ინგლისში და ამერიკაში აკეთებენ, ხა იმას რომ ვერ გავაკეთებ საქართველოში, ეგ გავიგე. არცაა საჭირო. ის გავაკეთო იმის შესაძლებლობა მქონდეს რომ რაც ინგლისში და ამერიკაში 10 და 15 წლის წინ კეთდებოდა და უკვე ჩემი პაციენტებს 95-15% იქნება ძალიან კარგად ნამართი და ვიღაც 5% ვერ მოახერხებ მარტო ეფექტურად დახმარებას, ოღონდ იმის საშუალება მაინც მქონდეს რაც იქ კეთდებოდა 10-15 წლის. кейსი გავარჩიე ერთი მე მახსოვს ზუსტად ინგლისელი ექიმი და ზუსტად ეგ სიტყვები მითხრა რა. кейსი გავარჩიე ოღონდ და რო უყვები ამ პაციენტის кейსს, მე რო ლიმიტაციები დაუწესე. მეთქი ეხა ეს რაღაცა ეგ უსტეკინუმაბი დაივიწყე, ეს კვლევა დაივიწყე, კაფსულ ენდოსკოპია არ არის, ის არ არის, ესე ვუთხარიო შენ ვუთხარი? ხო რა, ესენი დაივიწყე მეთქი, ანუ ამებს ვერ ვურჩევ. ობიექტური, იმიტომ კი არა რომ სულელი ვარ და არ ვიცი და არ წამგიყოთ. ანუ ობიექტური მიზეზების გამო ან არ კეთდება, ან ძალიან ძვირია რა, ვერი თვითონ უნდა იყიდოს და არა აქვს მაგდენი ფული რა. და ანუ გაიჭედა რა, ანუ ეხლა შენ რომ მეკითხებიო რომ უნდა გავიხსენო, რო ვიყავიო რაღაცა 25 წლის წინ, წლის აქ როგორი იყო ჩემი სტუდენტობის დროს მედიცინაო და ისი რა, არც მინდაო მაგის გახსენებაო, იმიტომ რომ გავიარეთო რა, ეგებო ხო, ვერ ვახმარებოდით რა, სანამ განვითარებული არ იყო ეს რაღაცეები, ანუ პროგრესი ხო იმისთვის არის რომ რაღაცა დანაკლისი იყო და ეგ შეივსო. ანუ თუ 20 წლის წინ ყველაფერი იდეალურად კეთდებოდა, პროგრესი რაღაცია, ხო? ანუ რაღაცე გჭირდება ახალი წამალი თუ ძველი ეფექტურია. არ არის ის საკმარისად ეფექტური და მაგიტომ გამოიგონეს უფრო დახვეწილი, უფრო ახალი. და შენ ვერ ამოავსებ ამ გეპს რა, რომ ეგ თუ არა გაქვს ეგ ახალი, ხო? ახლა რანაირად ამოავსებ ხა იმას, ფოკუს ვერ ჩაატარებ რა, შელოცვით ვერ გააჩერებ იმას რა. და ნუ აი მან დიჭედები რა, აი მან ჩდება მე სხვა ისა. მე უკვე წამალი გამოუწერე დაუშვათ. დაუშვათ იშოვა ავად თუ კარგად, უკვე პაციენტი აქ ძალიან აქ უკვე ძალიან გაიყო პაციენტების გზები რა. იქ ინგლისში უკვე წამალი გამოუწერე ყველაფერი და აქ უკვე ამ თავში წავიდა იქ ფული ვიღაცა ქველმოქმედება რაღაცეები იშოვა პაციენტმა ძლივ-ძლივობით ამ წამლის ფული და რაღაცნაირად დაიწყო ხო ამ წამლის ისა. ამის მერე წამლის მონიტორინგი, წამლის თვითონ ადმინისტრირება. იქ ეუბნები ექიმი რომ იქ ზოგი და ხა ტაბლეტი თუ არ საერთოდ სახში გიგზავნიან გეუბნები იქ არჩა როგორ გინდა შენს რა უბანში ცხოვრობ მოდი იქ გვერდში აფთიაქი რა არის ნახავს ინტერნეტში მოგიტანენ წამალს რაღაცა 2 კვირაში სიტყვაზე იქ გექნება შენ წამალი აქ ეს წამალი იჩალიჩე თურქეთში წადი იყიდე გზაში ან გაგიფუჭდება ან არა ჩამოიტანე საშინელებაა რა ანუ საერთოდ როგორ ცხოვრობს აქ რა ქართველი პაციენტი და საერთოდ როგორ ვახერხებთ რაღაცა დაავადების ოდნავ ნორმალურად მაინც მართვას რა ოდნავ ნორმალურად მაინც მართვას და ამის მერე და მკურნალობის მიმდინარეობის დროს რაღაც დაუშვათ არ მოგწონ შედეგი ხო ძალიან თავისუფლად მოდი რა გავაკეთოთ ანალიზი ვნახოთ რა რაღაცა რეციდივი გაქვს დაუშვათ
ხო არის 100% ეფექტური და ასე ნაწვალები წარმოიდგინე იმას რომ 100 აქვს წამალი ნაშოვნი, it's okay რა თუ ჩავარდება ეს კურნალობა ტრაგედია არ არის. ამან ეხლა ძალიან რთული გზა გამოიარა და it's okay ეხლა 6 თვეში აღარ მოგწონს წამალი უკვე სხვა რამეა და თან ექიმს მაგრაკს ზღუდავს უკვე იმიტომ რომ ეხლა არის რა წინასწარ აიცი რა მკურნალობა იქნება რო იცოდე ყველას გამკურნავდი ხო ეხლა მასე ვერ არის არიცი რა ანუ ორგანიზმი როგორ რაღაცა წაყვება ხო? რა ვიღაცა ან გვერდით მოვლენა დაემართება სულ არ გინდოდა ისეთი ან რაღაცა 100-დან 20 რო ეფექტი არ ეგნება ის 20-დან 20-ის წარმომადგენელია რა პაციენტი რა და წამალი არის და მოდის დაუშვათ ჩივილებით და პაციენტი საწყალი დაძაბული ახლა ისევ ჩივილი აქვს იმას და იქ ავტო ინგლისელი ეხლა მოდი რა ტესტები გავაკეთო რაღაცები აქ ხო მოდი ტესტები გავაკეთო 2000 ლარის ანალიზები გავუკეთე და ეს ახლა თავიდან ამ ფულზე დაძაბული და კომპლექსური ეს და პაციენტსაც ერიდება ხა არ ხვდება რომ ხელსლი გეშლება რა შენს მუშაობაში იმიტომ რომ ზედმეც ხო არ აკეთებ ანალიზა იმას თუ ჭირდება შენს გჭირდება ესე იგი შენ ხო არ აღარ ვუნდერკინდი მაშინ ისიც არ გამოიყენებდა რაღაცა კვლევებს და ანალიზებს და ვერ აკეთებ და იჭადები უკვე ბორძიკით რაღაცა მიდიხარ და ისევ ეს წვალება ისევ ყოველი რეციდივი ამიტომ საქართველოს პაციენტ შეიძლება 100 ჯერ მეტი თუნდაც მენტალური ჯანმრთელობა დაუჭდეს ვიდრე იქ თუ რაღაცა კურნალობა ჩავარდება it's okay კაც შევცვალოთ კურნალობა აქ მიდი ამას შეცვალე ხა კურნალობა ასე ძლივს ნაშოვნი როგორია და ეს მარადმი რა მანდიყოფა და რაც თქვი ახლა ძალიან ჰორორ სტორი რო არ მოყვეთ გამოსწორებადია ეგ პრობლემები როგორ გამოსწორებადია მაგის ფული გვაქვს რომ იგივე კრონკოლიტიანი პაციენტები ვმართოთ წამალიც გქონდეთ ჯიბის ფულით არ ირბინონ ექიმებთან და ანალიზებში ექიმი დაძაბული არ იყოს გვაქვს საკმარისი ინტელექტუალური რესურსი რომ სიტყვაზე დავწეროთ რაღაცა სტანდარტიზებული პროტოკოლები სახელმწიფოს აქვს იმის ფული რომ ეს თემები დააფინანსოს თვითონ კერძო დაზღვევებსაც აქვს იმის ფული რომ ესენი დააფინანსოს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი რომ სიტყვაზე თურქეთი ამაში გამოიყენოს და თლად ორიგინალი პრეპარატი თუ არ არის it's okay თურქული ანალოგი და ინდური ანალოგი და რაღაცა ანალოგებით კურნალობს მილიარდობით ადამიანის რაღაც ხალხი გადასაგდები კი არ არის ეგენი შემოიტანოს ბაზარზე ცოტა უფრო იაფი ვარიანტები გააჩინოს ვისაც მეტი საშუალება აქვს იმისთვის იყოს არჩევანი მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება იაფიანი ვარიანტი მაინც იყოს არის ამ გაკეთებადია და ცოტა რიცხვზეა ლაპარაკი რა ათასობით ადამიანის დახმარო დავეხმაროთ ხო ეს საშუალებაზე ვიძახი და ერთ დაავადებაზე ათასობით ადამიანს თორე ხა სხვა დაავადებები ხო კიდევ ხა ბევრი იქნება მაგის რესურსი გვაქვს რა უბრალოდ აი ამის ინტერესი არა გაქვს პრიორიტეტი არა გაქვს რა პრიორიტეტი გაქვს სადღაც გზელს კეთებს ხა ამაზე ეს ხო ძალიან ბორინგ თემებია ხა ეს უნდა დაუჯდეთ დავიაროთ სამუშაო ისინია რა ის ვიღაცა ერთი ალთასაა მეორე ბალთას რაღაცა ტვინის ბურღვაა მოკლედ ეს ისინი რა ამას არჯობია გამოხვიდე და რაღაცა მინისტრი რაღაც დააბრეხო რაღაცა თან მინისტრი რო ხარ პოლიტიკა საერთოდ გაწერილი არ აქვს საერთოდ ვერ ხვდები ჯანდაცვა როგორი წარმოგიდგენია აი როგორი უნდა იყოს რომ ჯანდაცვა უფლება არ არის უფლება მარტო მდიდრები იყვნენ ჯანმრთელები იყვნენ ღარიბებიც იყვნენ ჯანმრთელები სამხედროობა არ აქვს რა სახელმწიფოს არ აქვს ეს გაწერილი წესიერად რომ ყოველ შემთხვევაში თუ აქვს გაწერილი არასრულებს ამას რომ აი მე წარმომიდგენია რომ 2000 რაღაცა 50 წელს ქართული ჯანდაცვა იქნება ასეთ ეგ ობიექტური პარამეტრები შეგიძლია რა ჩადო მაგის იმაში რომ 50% შევამცირებ ამას 60% გავდი ამას და ტრალივალი მაგრამ ესენი არ აქვს და ეს რომ მინისტრი რომ მოდის იმას რაღაც პოლიტიკური ძალაც არ აქვს და ფხაც არ აქვს მაგის რომ დამოუკიდებელი ტიპი იყო და რაღაცა ინიციატივებიც წარადგინოს რა და არაფერი რა მიყვება მექანიკურად ოღონდ არ დაიჭირონ ახლა შემდეგ იმამდე არ მოხსნან ოღონდ უსაფრთხოდ გაძვრეს ცოტა ფული აკეთებინოს დავიც მაგაცებს და ახლობლებს მორჩა აქ თავდება მაგის ინტერესი და ასე ხარ აი ის გამოსწორდება ახლა მე რასაც ვლაპარაკობ აი ახლა მე მინისტრი რო ვარ რაში მაინტერესებს ახლა შენი მოსმენა და რა და აი მე რა ხეირი მაგ კითხვას გისვა ჯაბა მე რა ხეირი ანუ მე არ ამაქვს კრონის დაავადება და ფეხებზე მკიდია რასაც შენ ახლა ამას თავი ავიტკი ის შევკრიბო იქ იმას პლანი რა რანტო რა ვერ არიან რა შვებია მე წამიშოშ რომ მქონია ლაპარაკი მაგაზე მითხრეს ისე რომ ვაფშე აზზე არ იყვნენ და მითხრეს რომ ვე მაგაზე კაცო ისინი ხო არის რაღაცა კლინიკურ გულები ხო არის რა პრენზოლინი ხო გაქვსო ხო მუშაობსო კარგად რა დებილო ვაფშე აზზე არ არის რა საკიც ხონდა აზზე არ არის it's okay კაცო აზზე იმისთვის არის პროფესიონალი რომ იმას დაიგითხო ჭუმა დასაცინია რა პრონკოლიტი რო არის ის იმისთვის ვარ რომ მე ვიცი და მომისმინე რა წესიერად მაგრამ არც გინდა ცოდნა რა ანუ მოგვარებულად გონია პრობლემა არ არსებობს უყურებ და პრობლემა თუ არ არსებობს ეხა იგი გიმტკიცო პრობლემა არსებობს და გამოსავალი არის პაციენტების მიერ აქტუალიზება პაციენტმა მინდა რომ არც ყველა პაციენტმა იცოდეს რომ მათზე არ ფიქრობს არავინ მათი ექიმის გარდა მაქსიმუმ რა ხშირ შემთხვევაში ექიმს თუ არასწორად არჩევენ ექიმიც არ ფიქრობს მათზე არავინ არ ფიქრობს მათზე ანუ არავინ არ მოვა ამ ქვეყანაში არასდროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიც დაძევა და ვა მოდი კრონკოლიტიანების პაციენტი იმიტომ რომ თვითონ თუ დაემართება და თავისი ოჯახის წევრს ეგ დაავადება ფული აქვს და რამენერად მოაგვარებს წაიღოს გერმანიაში და ეგ უნგუნალებს რა საერთოდ არა ანუ პირადი მაგალითითაც ემპათია ვერ განუვითარდება და ამიტომ რახან შენზე არავინ არ ფიქრობს შენ უნდა რამენაირად მოახერხო რომ ეს საკითხი დასვა დღის წესრიგში და ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს შექმენი გაერთიანება
გაწევრიანე ეს გაერთიანება ევროპის და ამერიკის იგივე ტიპის პაციენტების დაჯგუფებაში, ცელიაკიის ასოციაციის არის ძალიან აქტიური მაგ-კუთხით, არ შემიძლია არ აღვნიშნო. ცელიაკიას ერთ-ერთი დაავადება, რომ ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ძალიან აქტიური ასოციაცია ყავს რა. გაერთიანე და ეს უკვე ხილვადობა თემის უკვე ბევრ რაღაცეებს ცვლის რა. უკვე კაფეები ცვლიან იმას, რომ უგლუტენო რაღაცა მატრაკოცობა არ გონიათ და შეიძლება ვიღაც ბავშვი მართლა ჯანმრთელობას ზიანს ვაყენებ უგლუტენიან პურს, რომ უგლუტენოში უღრევ და რომ ვატყუებ ამას, რომ უგლუტენო არის და თურმე ვიღაცისთვის ეს არ არის ახირება მარტო ვიღაცის რა, არის სერიოზული პრობლემა და მერე იცვლება რა ამ აქცია, იმიტომ რომ ხშირად შეცდომს ხო, იმიტომ არ უშვებთ რომ ბოროტი განზრახა ისევ იმ ბოროტებას და იმას ვლაპარაკობთ, რომ გვინდა რომ ვინმე მოვკლათ, ვიღაც დავაზიანოთ, საერთოდ ხშირად არ უშვებთ შეცდომს, და არ ვიცი და არ ვიცი თუ რამეს ვაშავებ და ვიღაცა აი მაგან უნდა გამაგებინოს, რომ იმ ძალიან მეგობრულად უნდა მითხრას აი მან რა ქვია, პაციენტთა ასოციაციამ რომ უნდა დამიჯდეს და სამინისტრომ უნდა მითხრას, რომ მესმის, რომ რაღაცა როგორც ინგლისში მართავენ პაციენტებს, ჩემი დაავადების მქონე პაციენტებს, მასე რომ ვერ დამეხმარებ მესმის, არც ექიმი გვყავს მაგდენი განათლებული, არც ის. მაგრამ მოდი რა, ეხლა ინგლისში 20 წლის წინ რომ მართავდნენ, იქნებ ისე მაინც მართო. ამისთვის რა მჭირდება? ამ მჭირდება რომ მოდი აი ეს სამლები დაარეგისტრირე, შემოიტანე ბაზარზე. აქ იყოს. მერე ამ ფას რო დაადებდა ექიმი რო დამიწერს ამ ინფლიქსიმობს რო მომიწერს ხო? სამინისტროში მოვიდე და იქ დამიფინანსე რაღაცა 60% შენ დამიფინანსე. 40 მოდი რა მომეხმარე ამ კერძო სადაზღვევებთან რომ მიწერენ რომ არ დაგიფინანსე რა რატომ მიწერე? მას ხო დისკრიმინაცია და დაკერე ის და უთხარი რომ ავანდი ეს პაციენტების ცოტა ხარჯი შენ თავზეც აიღე და შენ დამიმრას და ასე რა მოგვარებადია მიდგომა მოდგომა ლაპარაკი და რაც უნდა დაიწყოს ამან რა პაციენტმა თვითონ და შენნაირი გუანთებული და ეხლა გამოჩნდება ბევრი მაგეთი და ამჯერე უეჭველი გამოჩნდება იმიტომ რომ აზარტი ახლა თავის საქმე მარტო არა ვარ ამ ქვეყანაში ვინც აზარტი აქვს რა უბრალოდ რომ თავის საქმე აგეთოს აზარტულად რა ბევრია ძალიან ათასობით ექიმია მაგეთი მე რა რომ კადრში არ ჩანს და ბევრს ალაპარაკობს საჯაროდ ხო საქმეს აკეთებს აზარტულად რა და დაეხმარებიან ყველას თავის საქმეში უბრალოდ აი პაციენტის დასწრებია იქ რა ცოტა გასტროენტეროლოგიასაც შევეხოთ იმიტომ რომ საინტერესო არის მე მქონდა შენთან გახსოვს რომ მოგწერე მიკრობიომთან დაკავშირებით. მე კი ვიცი რომ ეს მიკრობიომი ჯერჯერობით კიდე ძალიან საკვლევი თემაა და უფრო მეტი კითხვის ნიშანია ვიდრე პასუხია, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა რა, იმიტომ რომ მართლა მჯერა რომ ჩვენ შიგნით ისეთი რაღაცეები ხდება რომ იმიტომ რომ და მე იცი რაზე გადავიდეთ პარალელურად ტვინის და კუჭის კავშირი რა ხელა მნიშვნელობა აქვს რა. მე როდესაც შევისწავლე ჩემი კუჭის მოქმედებიდან დაწყებული საერთოდ რაზე მაგ შებერილობა რაზე არ მაგ შებერილობა რა მერგება რა არ მერგება ის დაკვირვებით ნაბიჯ ჩემი ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო ჯანსაღია ვიდრე აქამდე იყო რა აი მაგალითად თუ მე ვიცი რომ მსხალი პირობითად ისეთ შებერილობას იწვევს ჩემში რომ ნუ აი ცუდად ვარ რა ვერ ვსუნთქავ საერთოდ მსხალს არ ვჭამ მიხდი? ჩემთვის ის მიდგომა მე ბევრჯერ ვთქვამ ჩემს ადამიანებს რომ და მე პომიდორს მაგალითად ვერ ვჭამე ასევე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს პომიდორზე რომ მირჩევნია რომ კარგად ვიყო ვიდრე პომიდორი ვჭამო რა მაგრამ ჩემთვის ვთქვამ ესეთი რაღაც რომ დალია კუჭის დამცავი და ჭამა ეს პომიდორი რა პრობლემაა მე მაგ მიდგომას არ ვემხრობი ხო წამლების და ოვერტრიტმენტი არ ვემხრობი მე მირჩევნია რომ ვიცოდე და იმის მიხედვით ვიცხოვრო. ხო. ოღონდ მან გირჩევდი ერთ რამეს, რომ მიკრობიომი ახსენე. იმისთვის რომ მიკრობიომი არის, აი მიკროფლორას რაც ეძახით, ცოტა ძველი ტერმინია, მიკრობიომი ქვია უფრო რა. უფრო ბევრ რამეს მოიცავს რა მიკრობიომი. მაგრამ ეს არის ჩვენი ნაწლავებში და ჩვენს მომნელებელ სისტემაში არსებული ჩვენი თანამოწმე ბაქტერიები, ვირუსები, ფაგები და სხვა მიკროორგანიზმები რა. რომლებიც რაღაცა საქმეებს აკეთებენ ჩვენთვის სასარგებლოს. ახლა რატო ვახსენე ახლა მიკრობიომი? ჯერ ბევრი არაფერი არ ვიცით ძალიან სწორად აღნიშნე მიკრობიომის შესახებ რა. არც ის ვიცით როგორ გამოვიკვლიოთ. აი მაგალითად აი დისბაქტერიოზის ტესტები თუ გაგიგია რომ განავალს აპარებენ და აი გაქვთ მესამე ხარისხი და სულ ტყუილია არც ერთხელ არ დამინიშნავს ეს კვლევები რა. ტყუილი არა დღეს არ ინიშნება ეს კვლევები რატო იცი? მეცნიერებმა არ იცის მანდ ნორმა რა არის. მაგალითად არ ვიცი ჩემი მიკრობიომი ნორმალური როგორი უნდა იყოს. მაგალითად ვიცი რომ 2 ზედაკიდური უნდა მქონდეს და 2 ქვედა. ერთი რომ მქონდეს ამას ნორმას ვერ დავარქმევ. ეს იქნება პათოლოგია რა. ცალსახად 100%-ით რა. რო ღვიძლი აქეთ უნდა მქონდეს, რო ღვიძლმა ეს არის ჩვენი რაღაცეები, რაც წინასწარ არის ბიოლოგიურად დეტერმინირებული, ანუ წინასწარ განსაზღვრადი. აი მიკრობიომზე ასე ვერ ვიტყვი. იქ არის ბნელი ოთახი რა. წესიათ არ ვიცით. ჩემი მიკრობი ამ პაციენტსაც უცდილობ რა აუხსნა რომ ეს თემა კი არ მინდა მიკრობი არ არსებობს დისბაქტერიო არსებობს და თან როგორ არსებობს უბრალოდ ჩვენ არ ვართ იმდენად ჭკვიანები ჯერ ადამიანები ზოგადად მე პიროვნულად და შენ კი არა ზოგადად კაცობრიობა ისე რომ ბევრი რამე გავიგოთ რა თორე არსებობს აკეთებს კიდევ საქმეს და მანდ არ ვიცით ხო ეხლა აზრი გამიწყდა
ჩემი მიკრობიომი შეიძლება სხვა ფუნქციებს აკეთებს, შენი ჩემი სხვას, სხვა. ვისი სხვას. ხო. ვიღაცა მაგალითად აი მარათონის მორბენლის რაღაცა მიკრობიომი შეიძლება გაძლიერებულად მონაწილეობდეს რაღაცა გლუკოზის მეტაბოლიზმში, რომელიც მე არაფერში ამჭირდება საოფისე საქმე რომ მაგრამ შაქრით მონელებაში რომ მაგეთი ბაქტერია მყავდეს რომელიღაცა რომ სუპერ ბაქტერია რაც მაგ ფუნქციას აკეთებს, სულ ამჭირდება ევოლუციურად ის იმას ჭირდება რომ დააძებს რაღაცა 52 კილომეტრს დარბის და ეგ ჭირდება, თორემ მე რაში მეწოლა სხვანაირი დამჭირდება. მან და არის ის აი მეცნიერება მაგაში ვარ ხვდება. მიკრობიომი ჯანმრთელობისთვის აი არის რაღაცა პრინციპები, აი რაც შეგვიძლია უეჭველი გავითვალისწინოთ იმისთვის რომ გქონდეს ჯანსაღი მიკრობიომი. მაგალითად ის პრინციპი არის რომ ძალიან სტრესი და სპორტი ახდენ ძალიან დიდ ამის გავლენას და მენტალური ჯანმრთელობა არის ამაზე პირდაპირ აისახება მიკრობიომის ჯანმრთელობაზე თვითონ და მე მიკრობიომი რო იყო მეტი ანთება შეიძლება დაგვემართოს ან მეტი ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემა შეიძლება გამოჩნდეს რა. ამიტომაც მენტალური ჯანმრთელობა არ დავაიგნოროთ ხოლმე რა. არ იყოს მოდი რაღაცეების სტიგმატიზებული. თუ ფსიქიატრთან მისასვლელი ვართ, მივიდეთ ფსიქიატრთან, თუ რაღაცა ფსიქოლოგთან, ან რაღაც ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობას მივაქციოთ ყურადღება და გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენი აღელვება აღელვოს ჩვენს კუჭნაწლავსაც რა. იმ წამ შეიძლება არა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ეგ ერთი. მეორე, მრავალფეროვანი კვება არის მიკრობიომის ჯანმრთელობისთვის და მისი მრავალფეროვნებისთვის აუცილებელი. რაც უფრო ერთფეროვანია კვება, აი ეგ შემოვიტანოთ აუცილებლად მინდა ეხა არ ვიცი რაღაცა საქართველოში ძალიან გამოჩნდა ადამიანები ვინც კვების კოუჩინგი და რაღაცა. კვების კოუჩინგი და ეს ნუტრიციოლოგია ოკეი, მაგრამ არაკვების ინფლუენსერები, რომლებიც ლაპარაკობენ მაგალითად, მე ვეგეტარიანელი ვარ 16 წელია. ანუ ეს მე აქ ვეგეტარიანელებშიც ვიცი რა არის პრობლემები და რა არ არის პრობლემები. მაგრამ ამ ბოლო დროს ხდება ესეთი აი დაჟინებითი ტონის ვიდეოები, რომ ხორცი უნდა ჭამა მარტო. ბოსტონური ბოროტება. ხო, ხილი არ შეიძლება. ხო. ვიღაცა იმაშოვდა აგრესიულად. აი ჩემი კვლევები. ბაბა, ბოსტონური არ ჭამდა, მოკვდები და. მაგაზე საუბარი მარტო საქართველოში არ მიდის. უცხოეთშიც ძალიან აქტიურია. რატომ? იმიტომ რომ ძალიან გაყიდვადი პროდუქტია რა. კვებაზე ლაპარაკი არის ძალიან ნახვადი სოციალურ ქსელში. ეხლა მე რომ იმაზე ვილაპარაკო კრონის დაავადებაზე, არ არის, მაგათ ბევრი ვიუ და ლაიქი არ ექნება, ხო? და რაზე ვილაპარაკო, მოდი უსახმო თუ დავრჩი და თან ცოტა თუ ფიგურა ხელს მიწყობს, ლამაზად გამოვიყურები, თუ ლაპარაკის სკილებიც მან კამერასთან მუშაობა ვიცი, რაღაცით მან თავარია კონტენტის შექმნა რა. და ეს კონტენტი მე რა ნეხს ვქნი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, კაცო, ვიღაცა გამოვარდება რაღაცა მიქსტურას გირჩევს, ვიღაცა რაღაცის ნახარს, მან მინდა რომ გაფრთხილდეს ყველა ადამიანი რა. საერთოდ კატეგორიული ლაპარაკი ნუტრიციოლოგიაც გასტროენტეროლოგიისა არ იყოს, არის ძალიან შესწავლის პროცესში მყოფი მეცნიერებები. იმიტომ რის სტანდარტიზაციას ვერ ხდება ეგ არ თუ ორი ხელი უნდა გქონდეს, გავიგე, მაგრამ ჩემი კვება სხვანაირია, ჩემი და შენი კვება ერთნაირი ვერ იქნება და იაპონელი ვიღაცის იგივე ვერ იქნება და აფრიკელი სხვანაირი ვერ იქნება და მასე კი არა, ამ ადგილზე მცხოვრები, ცოტა ჩემი და ბაბუა ჩემის კვება სხვანაირი იქნება და იგივე ვერ იქნებოდა რა. ანუ იმის ჯანსაღი კვება სხვა იქნება და იმის ჯანსაღი რაციონი შეიძლება ჩემთვის იყოს სხვანაირი და ძალიან მავნებელი რა. ამიტომ ახლა მაგეთ რაღაცაზე, მაგეთ ცვალებად რამეზე ლაპარაკობ, იმ მაგაზე კატეგორიულად ვინც გელაპარაკება თითის ქნევით და რაღაცეებით, ეგ რედ ფლეგია, უნდა გადააგდოს რა. უნდა ინტერნეტში რო უყურებს რაღაცა კვების რჩევას, აი უეჭველი ყველა ეჭვის ქვეშ უნდა დააყენოს რა. ყველა. იმიტომ რომ ერთი ამას ეტყვი და რაც უფრო ხმამაღალია ეგ რჩევა. ეგ ახსოვდეს რომ ეხა პროფესიონალი რო ხარ ამის, ხო? ანუ იმ კურნალე რაღაც და ასე ხო არ ეჩხუბებია რა ადამიანს ეხა იმ არ კურნალებს ეხა ისხებს თავის ადამიანის ავტონომია არ ვიღაცა რომ გეჩხუბება, გიყვირის რომ სწორად იყოს თითქოს შენზე მეტად ღელავს შენ ჯანმრთელობაზე. ეგ ნონსენსია, უკვე უნდა გაერიდო რა, ესე იგი აკეთებს ამას იმისთვის რომ მეტად ნახვადი იყოს თავისი ვიდეო და რამე კონტენტი და მეტად ნახვადი იყოს, ესე იგი შეიძლება სიტყვასაც რაღაცეების ინფორმაციას შეიძლება გაწიროს რაღაცეები მამინ. ამის უნდა დაანებო თავი, მაგას არ უნდა მოისმინო რა. საერთოდ ყველა კონტენტი უმეტესობა გახსოვდეს რომ by default რასაც უყურებ კვებაზე, თუნდაც ან გასტროენტეროლოგიაზე, by default რომ მოიფიქრო რომ ეს ტრეშია და სწორი არ არის, ძალიან კარგად დაეხმარები შენ თავს. იმიტომ რომ კვებითი აშლილობა შეიძლება ჩამოგიყალიბონ ასე რა. კვებითი აშლილობების რიცხვი მზარდია დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ სფეროში ძალიან ბევრია რა. მაგიტომაც აი პაციენტთან ლაპარაკი მაგალითად აი ძალიან არ მიყვარს და ურბილესად ვესაუბრები პაციენტს. იმიტომ რომ შემილია რომ ხვდები რომ ჩემს სიტყვებს აქვს როგორც ექიმისას რა. ძალა რომ შემილია დაუმახინჯე პამიდორი რო ახსენე ხო? რაღაცას თუ ვეტყვი პაციენტს რომ დიდი ნდობით მოდი შენთან თვეები გელოდება და აი რა დებილობაზე თუ დაველაპარაკებ, თუ ვეტყვი რომ როგორ მოკლავს პამიდორი რომ ოდესმე ჭამოს ხო? და ასე ეუბნებიან ექიმები და მაგით ვამბობ რა.
შეიძლება ამით ძალიან ისე დავთქვინო, რომ იმ პამიდორის დანახვაზე კუჭი ატკივდეს რა მართლა რა და იქ კი არ იყოს იმისი, რომ ფსიქოსომატური არ არის ეგ. არის პირდაპირ ფიზიოლოგიური, იმიტომ რომ სტრესზე იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელი არის ამიგდალა, ამიგდალა ააქტიურებს მერე HPA-X-ის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ამ ჰიპოთალამუსის, მერე ჰიპოფიზის, მერე თირკმელზე დაჯირკვლის გააქტიურებას და თირკმელზე დაჯირკვალი გამოიმუშავებს სტრეს ჰორმონებს, კატეხოლამინებს, კორტიზოლს, რომელიც უკვე მოქმედებს ორგანოებზე, რა გულისცემა ამიჩქარდება, რაღაცა გუგები გამიფარდოვდება, რაღაცა მოშარდვა მომინდება, მუცელი ამტკივდება, რაღაცა მუცელი შეემბერება, ანუ ორგანული ჩივილებს გამოვიწვევ მართლა შეშინებით რა, რო შეგაშინო, რომ ეხლა რო მთელი ეს 2 საათი დაუთმო იმაზე, რომ რაღაცა პროდუქტი ამოვიჩემო და გითხრა, რომ აი მანდარინი როგორ მოკლავს. სიტყვაზე შეიძლება თუ მე მენდობი, ეხლა თუ არ მენდობი, it's okay, მაგრამ თუ მე მენდობი და შუაში დაგიჯდა, ხო? შეიძლება იმის დანახვაზე ჩივილები დაიბუსტო, იმიტომ რომ ეგ გზა გააქტიურდება და მართლა გამოიმუშავებს სტრეს ჰორმონებს, ამითი რა. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ აი კატეგორიული ლაპარაკი კვებაზე, მის შეშია. აი მე მაგალითად აი რაზეც ღირს კატეგორიული ლაპარაკი, უეჭველი, აგერ პოდკასტშიც რაზეც შემიძლია ვილაპარაკო, არის ის, რომ სიგარეტი გადავაგდოთ, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება გადავაგდოთ, ნარკოტიკზე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ ყველა ვარიანტში, ჯანკ ფუდი გადავაგდოთ, რაღაცა ულტრა პროცესირებული საკვები გადავაგდოთ და ამის მიღმა ეხა სხალზეც არ მესიამოვნა რაც თქვი, იმიტომ რომ მაგალითად მე ხო რა, იმიტომ რომ რო ვჭამ მაგალითად მე კარალიოქს სიტყვაზე რა, ბავშვობიდან ეგრევე მუცელი მებერება, ეს მაგალითად ძალიან ხშირად მოყვა. ამისთვის რა ვშვები, არაფერს საქმიანი შეეხება მომდივარ სახვედრა და სტურად, იქ არ ვჭამ იმას, რომ ახლა არ მინდა რომ უცელშებერილი ვიჯდე და გაზები მაწუხებდე და ან ზემოდან ამოდიოდეს ეს გაზები, ან ქვემოდან, მაგრამ ჩემთვის როცა ვარ მარტო და რაღაცა ეგ პრობლემა არა მაქვს, იქ იმიტომ რომ ამაზე ვცდილობ რომ ზედმეტი ფსიქო-ემოციური დატვირთვა რაღაცა იმას არ მივცე და წინასწარ ამ მოდარაჯე მდგომარეობაში თუ ჩავდგები, ეს ხარ ჩემ ხასადმე ეს ჩემთვას უფრო უარეს უზავ რა, მე შეიძლება რიცხვი და რიცხვი გაიზარდოს ამ პროდუქტებისა, რომელსაც ასე ჩასაფრებული ვარ და რაღაცეებს ვიცო. გალაიქება რა რაღაცეების, იმიტომ რომ რაც უფრო გვემატება ეს anxiety და შფოთვა, მით უფრო მეტად იმატებს მე ორგანული კი არა ჩვენება პაციენტს კი არა რაღაცა ყვიდან კი არ გადაცდა მართლა მასია რაც აუხსენი იმ მექანიზმით ამასე რა. მე რას ვამბობდი, იცი, მოდარაჯე მდგომარეობაში კი არ ვარ. უბრალოდ აი ნახე რაღაცა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში, მე ძალიან მაწუხებდა შეფერილობა პირდაპირ გეტყვი. ეგ იყო ჩემი სტრესული ცხოვრებიდან გამომდინარეც და ასევე გამომდინარე იქიდან რომ რაღაც ცხოვრების რაღაც პერიოდი ისე ვიკვებე, რომ ჩემი აზრით და ჩემი იმით რომ სპეციალისტთან არ ყოფილვარ, ალბათ შენი პაციენტი, როგორც პაციენტის როლში შენთანაც მოვა, გავინადურე მიკროფლორა. ესე მგონია, იმიტომ რომ რაღაც ისე ელემენტარულ საჭმელს ვერ ინელებდა ჩემი კუჭანწლავი, რომ სავარაუდოდ მაგას ხო, მაგასთან მივედი რა. ხო და ეხლა იცი როგორ ვარ, რომ აი როცა ვიცი რომ ეს მე მტკივა რა, აქ მარტო გაზებზე არ არის ლაპარაკი, მტკივა. ხო, რომ მაწუხებს ხომ მსხალი არ მირჩევნია ჩემს კარგად ყოფნას. მასია რა, მასია. უბრალოდ აი თუნდაც ის რომ შენ იპოვე სიტყვაზე მსხალი შენ შემთხვევაში დამნაშავე, რახან ვლაპარაკობ ჯანსაღ პროდუქტებს, მსხალი ხო არ არის ჯანკი პროდუქტია რა, ჯანსაღი პროდუქტია, ხილია, ხო? ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ შენ შემთხვევაში ასეც არის, იმიტომ რომ კულტურული ადამიანი ხარ, რომ ეგ არ გაძლევს საფუძველს, ხო ხა დადგე და სიტყვაზე ან შენი პოდკასტიდან პირად იმედო დაძე და აპოლოგეტად გადაიქცე, რომ მსხალი არ ჭამოთ არავინ. ეხა აი კვების კოუჩი რო იყო რა, მავნებელი კვების კოუჩი. ახლა რაც დამდი იცი რომ რა მთელ სერიას ააწყობდი იმისა, აი დავდივდი დრამატულ ისტორიას მომიფიქრე, რომ ვერც ერთ მაიქი მამები ვერ მიშველა. დავდიოდი რაღაცა იქ მილიონები დავხარჯე რაღაცა და აი დამნაშავე ვიპოვე მსხალი პამიდორი. არ ჭამოთ არავინ მსხალი და პამიდორი, იქნება ბევრს დააშავებ. და საშინელებას ისა და მასე აკეთებენ და მაგას ვამბობ რომ რაც ღირს აი აგრესიული პროპაგანდა უეჭველი ჯანკი პროდუქტი ხა სიგარეტსო დაანებოს თავი იწოვს იმ რაღაცა ჩივილს თუ არ იწოვს არ მოკვდება რა და კაია და პირიქით გადაირჩეს თავის სიცოცხლეს და აი რაზეც უეჭველი ვიცით რომ აი შეზღუდვა რაღაცა არ გვავნებს არაფერს მაგეთ რაღაცებზე ვიპროპაგანდისტოთ რომ და მე მასე ვარ რომ რაღაცა მაგის აგზალვა არ მენანება რომ ადამიანს ურჩიო რომ აი სიგარეტი არ მოწიო იმიტომ რომ მოკლავს მაგრამ აი ხილზე ბოსტნეულზე რაოლფერ ანკვებაზე რომ თუნდაც იწოვდეს ჩივილს ხო მირჩევნია რომ აი თვითონ დააკვირდეს მან ჩემი როლი როგორც ექიმის რა არის იცი რომ რაღაცა ასისტირება გაუწიო პაციენტს რომ როცა ხედავ რომ ზედმეტებს ყუდავს არ შეზღუდოს იმიტომ რომ არის კვებითი აშლილობის ერთ-ერთი სახე რომელსაც ქვია არფიდი ძალიან ახალახსენილი კვებითი სახე კვებითი აშლილობა კარგად თქვი სახელი არფიდი რა avoidant restrictive food intake disorder რა რომელიც არის თავიდან არიდებადი კვებითი ქცევის დარღვევა რა ასეთი რა მოკლედ საკვების მიღების რაღაცა პრობლემა არის მარტივად რო ახსნა რა არის იცი აი ჩივი მუცლის შებერილობის შიშით მთელი წყება ისეთი პროდუქტების შეზღუდვა
ჯანსაღი პროდუქტების. ეხლა შენ შემთხვევაში მარტო მსხალია და it's okay, ეხლა მსხალი მართლა არ არის ტრაგედია, რომ არ ჭამო არასდროს რა და ან ჭამო ძალიან მცირე დოზებით, მაგრამ მსხალს ამას შეიძლება მოყოლოს სახეობები პროდუქტების, რომ შეზღუდო. ბევრნაირი ხილი, ბევრი ბოსტნეული, ბევრი მწვანე პროდუქტი, რაც კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ვეგეტარიანული ცხოვრების წესი სულაც არ არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ვეგეტარიანელი ადამიანი იქნება ჯანმრთელი, ჩოულებრო და იცხოვრებს იმდენ ხანს, რამდენ ხანს იცხოვრობს სხვა ადამიანი, ხო და ხო მაგას მინდა რა ხაზი გაუსვა. და ამიტომ ეს ყველაფრის შეზღუდვას რო დაიწყებ ჩივილის შიშით. აი ეგ უკვე თურმე ეგეც კვებითი აშლილობის სახეა რა ერთ-ერთი რა. რა რთულია ეცი პაციენტი და ექიმების მიქარულიც არის ბევრი. და პაციენტი პირველი რომელიც ამიტომ მირჩევნია რომ რაც აი უეჭველი ვიცი რომ არ მოკლავს რა ეხა რაღაცას რომ და ერთი ჩივილით მეტი ექნება თუ ნაკლები it's okay 10 წლეულები აქვს ჩივილები აქვს და ეგ უფრო ჯობია რომ ერთი შეფერილობით მეტი კონდეს ვიდრე მაგ ერთი შეფერილობის შიშით 7000 პროდუქტი შეზღუდოს და long term-ში კიდე უფრო მეტი შეფერილობა კონდეს უკვე ნებისმიერ პროდუქტზე რა. ასე რომ აი ხო რა ეგ მაგას იზიარებს ყველა და მაგიტომ რა თელ სოფლიოში. ერთი ბოლო კითხვა მექნება. მაყურებელს ვეთყვი რომ ჩიპები გვეწურება თორე არ დავასრულებდი ამ საუბარს. რას ფიქრობ რა ქვია ბაქტერიების დანამატების ხო ბაქტერიების აი მე მაგალითად ვცვავ არის ფხვნილი სახის არის დანიური რაღაცა ბრენდი რომელიც დანიაში აღმოჩნდა და ვიყიდე და მართლა გულწრფელად ეხა არანაირი რეკომენდაცია უბრალოდ ჩემი მას ვაზიარებ მე ძალიან მომიხდა yes და მეც ვნიშნავ ხოლმე ოღონდ როგორ ნიშნავ ანუ არც ერთი რაღაცა გაიდანსი რაღაც აი ეკრონის აუდიო როსენდი ხო არის გაწერილი მაგ ხო მე ხო არ ვფიქრებ რომ ამას ეს პროგრამა მოუხდება ამას ის რაღაცას ვეყრდნობ აი აქ არაფერი არა გვაქვს ექიმებს საზომი აი რომელი პრობიოტიკი გირჩიო რა დოზით და რა ხანძრით ექსპერიმენტი რისთვისაც რო ვიყავი ნეიროგასტროენტეროლოგთან ინგლისში ვკითხე რა იმას ის ექსპერტია მე არა ვარ ექსპერტი რომ მეთქი დოქტორ ასმა აი რას აი როგორ ავარჩიო პრობიოტიკი რა და ძალიან მოთხოვნადია და პაციენტი რომ წარურჩიო ხა ისედაც დალევს რა რომ წარგიჩო ისაც გამოიწერ საიდანაც დალევ ხო სხვა ექიმი გირჩევ მეზობელი გირჩევს ვიღაცა და it's okay არ არის ყველა სახი პათო ისინი რა წამლები და ნივთიერებები ძალიან სუბიექტურად რა ის როგორი ტონით ურჩევენ პრობიოტიკებს ისი დღეს ასე ნიშნავს მეცნიერება რომ აი პირდაპირ ეუფრება ექიმი გულწრფელად ეგეც პანტნახი პირველად რომ აი რაღაცა ევიდენსი მაქვს ცოტა რომ რაღაც შეიძლება გარგოს ნებით უეჭველი არ გავნებს მაქსიმუმ ეფექტო იყოს და ისევ დარჩეს შივლი ისედაც არ გავნებს NHS-ი და დაზღვევა ამას არ დაგიფინანსებს ნუ იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ძვირი დაგიზეს რაღაცა 50 ფუნტი თუ რაღაცა 80 ფუნტი შენი ჯიბიდან მოგიწევს ამის გადახდა მაგრამ რა ვიცი ხა თუ ცდი it's okay ეხა ფლადამ ტონით საქართველოს მეც ამ ტონით ვნიშნავ რა დიდი რიხით რო რაღაცა რო არ იქა და ეს პრობიოტი თუ არ იქნა მოდი ეს შევცვალო და ეხა რა ჩავციკლო ამაზე არა მაგრამ ხმარობთ ხოლმე ვიღაცაებთან ეფექტურია ვიღაცა არც ეფექტურობა მიყვარს არც უეფექტობა არ მიყვარს არჩევაც ძალიან სუბიექტურად რაღაცას რომ ამოვიკვიატებ და იმას თუ ხედავ რომ ასე სუბიექტურად ჩივლებ მომწონს შევრჩები იმას და ასე რენდომი მაგრამ რომ მეუბნება პაციენტი რა მე რომ დაგინიშნო რაღაცა პრობიოტიკი და შენ რომ მითხრა რომ ჯაბა აგერ მომწონს რა ამის შედეგი ნორვეგიიდან საიდანაც ვიცარ და ამასო გეტყვი რომ არა რაც გატესტილი გაქვს ის დალიეთ არ არის პრობლემა რა არ დავიჟინებ რომ გინდა თუ არა აი მე რასაც გეუბნები ეგ დალიეთ ჯერჯერობით ასე ინიშნება მაგრამ მოვადრო როცა გვექნება უფრო მეტი დამაჯერებლობის საფუძველი და პრობიოტიკებს აი უფრო როგორც წამლებს ისე დავნიშნოთ მაგაში დარწმუნებული რა მაგრამ ახლოს ვართ მაგ დროს ამო ჯერ არ არის რა ჯაბა ძალიან დიდი მადლობა მე ეს კამერის შემდეგაც დაგელაპარაკები მაგრამ ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთხელ უდესებად ვისამა ჩემგან იმისთვის რაც ილაპარაკებ წინათ ეპიზოდის დიდი ნაწილი ძალიან დიდი მეტი მაქვს რომ ექიმების ის ნაწილი რომელიც ჩვენ ამბობ და იმედიანად ხარ გამოყვება ამ ყველაფერში იმის ეს მაგ რა ქვია შეგრძნებაც მაქვს რომ ეს ეპიზოდი ბევრ ადამიანს აი რაღაცნაირად შეიძლება გამოაცოცხლოს მაგ კუთხით და ბევრი რაღაცა დააფიქროს და მოკლედ რა ვიცი ჩემი კარი შენთვის ღია იქნება და ჯაბას ეპიზოდიც რო გავა ჯაბას პოდკასტიც რო გავა უსრელოდ რაღაცნაირად მეც მას ვიზავ გადავლინკავ და გაყევით იმიტომ რომ მგონი რომ საინტერესო გამო გაიხარე მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის რა და ბოლოს ისე უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ პოდკასტის არხი კიდევ ერთხელ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ვიცი რომ უყურებთ და არიწერთ და მე მეხმარება გაზრდაში ეს ყველაფერი ძალიან მადლობა